ამაზე არავინ არ გელაპარაკებდა. ეს საჭირო არის რომ გელაპარაკო. თუ გინდა რომ იყო CEO ბიზნესმენი, რა, აბა ადამიანი უბრალოდ პასუხისმგებლობით ცხოვრება გიწევს რა. კი, ხანდახან გამები არ დაგეძინება რა. ხანდახან შეშინებული იქნება რა. თუ მოძრაობ ყველა ვარიანტში ქაოსი გაქვს სადღაც. თუ ყველაფერი დალაგებულია, მაშინ ესე აღარ მოძრაობ, უბრალოდ არაფერს ახალს არ შვები რა. ვიღაცასთან თუ არ ლაპარაკობ აი ამაზე ხლამაღლა, ძალიან რთულია. ლაპარაკობთ ღიად პრობლემებზე ვისაუბროთ, ისე ვერ მოვაგვარეთ. ალბათ ყველაზე კრიტიკული საბუჯამში ეგ არის რა. გამარჯობა დავით. სანამ დავიწყებთ, უცებ გეტყვი რომ ნამი 800 გაფილტრული წყლით გიმასპინძლებით და შეგიძლია ძალიან მაგარია, იქალა ენერგია მომცა რა, ვიგზავნა რაღაც კარგი იყო. შვენიერი. მოკლედ დავით, შენ 2010 წელს შეუდექი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჰოლდინგის იბერია ბიზნეს ჯგუფის ესე ვიტყოდი მშენება ხელმძღვანელობას. დიახ. და ამჟამად ხარ ჰოლდინგის GC Mobility-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. კი ბატონო. GC Mobility არის ჰოლდინგი, რომელიც საერთიანებს ერთმანეთში Kia-ს, Skoda-ს და Great Wall-ის ბრენდების სადილერო ქსელს. დიახ. და მგონია რომ იდეალური ადამიანი ხარ იმისათვის რომ ვისაუბროთ Ben Horowitz-ის საოცარი წიგნით შთაგონებულ იდეებზე, რომელიც არის როგორც ვთარგმნე მე რაღაცა რთული რამეები რთული ამბები რთულ საკითხი. ხო და მოდი პირდაპირ გადავალ საქმეზე და 16 წელი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, ხელმძღვანელის პოზიციაზე ხარ და ბიზნესს აშენებ. ჰოროვიცი თავის გენიალურ წიგნში ამბობს რომ ადამიანები ხშირად მეკითხებიან რა არის წარმატებული აღმასრულებელი დირექტორების ანუ CEO-ების საიდუმლო. სამწუხაროდ არ არსებობს არანაირი საიდუმლო, მაგრამ არსებობს ერთი გამორჩეული უნარი. უნარი კონცენტრირდე და გააკეთო საუკეთესო სვლა მაშინ, როდესაც კარგი სვლები საერთოდ არ არის. ხო და ამ 16 წელიწადში რომელი გადაწყვეტილება თუ სვლა იყო ყველაზე რთული, სადაც რეალურად არც ერთი გზა კარგი არ იყო და არ მოჩანდა. პირველ რიგში მადლობა რომ მომიწვიეთ. სასიამოვნოა თქვენს კამპანიაში ყოფნა, გისურვებთ ბევრ წარმატებას და კარგ ამბავს აკეთებთ, იმიტომ რომ აი მართლა იმ დროს რომ ესეთი რამბები მესმინა და ესეთ ხალხს გაეზიარებინა რაღაცები, როცა შეუდექი იბერია ბიზნეს ჯგუფში მუშაობა, ძალიან დამეხმარებოდა და ძალიან კარგი ჩანაფიქრი გაქვთ უკვე განხორციელებული და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას გულწრფელად რა. ეხა ანუ მე ვფიქრობ რომ ეს წიგნი არ არის მარტო CEO-ზე დაწერილი, ეს არის წიგნი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესზე და პროცესში მიღებულ გამოცდილებებზე, სირთულეებზე, მარტოობაზე და იმ გზაზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გადის. ეხა ერთი მათგანი რომ გამოვყო, ეგეთი არ მაქვს. მაქვს რამდენიმე ეტაპი ცხოვრებაში გავლილი ისეთი, სადაც სრულიად გაურკვევლობა იყო და ჩემ პასუხისმგებლობებთან ვიყავი მარტო. უნებრივია მყავდნენ გულშემატკივრები, ბუნებრივია მყავდნენ მრჩევლები, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ხშირად მიიღება გადაწყვეტილებები იმ პირობებში და იმ გარემოში, სადაც არც საკმარისი დატა გაქვს, არც საკმარისი მოლოდინების ახმის უნარი და უბრალოდ უნდა იმოქმედო რა. ამას ჩემი აზრით თქვია გამბედაობა და ცნობის მოყვარეობა იმისა, თუ როგორ შეგიძლია შენი თავი და შენი პასუხისმგებლობა აწიო იმ სიმაღლეზე, რომ რავი, აი პასუხს აგებ ხვალინდელ დღეზე არა მარტო შენი ცხოვრების, არამედ იმ ხალხის, იმ გუნდის, იმ აქციონერის, იმ თანამშრომლის, ყველა სტეიქჰოლდერის, ვინც შენგან ელოდება ამ გადაწყვეტილებას რა. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის და აქ ეხა უკვე ჩვენ ყველამ ერთად ალბათ უნდა ვილაპარაკოთ იმ ხარეებზე, აი ლიდერობას მოაქვს რაღაცა სიკეთეები და რაღაცა ყველას გვიწევს რაღაცეების დათმობა რა. და ანუ ეს არის ის მხარე და ეს ციგნი რატოა ჩემთვის ღირებული და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არ საუბრობს იმაზე, რომ რაღაცა წარმატების ფორმულა არსებობს. რა წარმატების ფორმულა არის ამ ციგნის მიხედვით მარტო გამბედაობა და ცნობის მოყვარეობა იმისა, რომ გაბედავ რა იქნება. და ეს არის ციკლი, სადაც შენ სრულ სიამოვნებაში უნდა იყო
სტრაგალის და გაურკვევლობის დროს რა, ბრძოლა რა, ასე ვთქვათ. გამბედაობა ახსენე რამოდენიმე ჯერ რა და ეგრევე გამოიჩნდა კითხვა რომ გამბედაობის ნაწილია ალბათ ის რომ ეხა რა მდგომარეობაში ისკერ და რა კომპანიასაც აშენებ შემოგაქვს სულიად განსხვავებული მიდგომა, ეკოსისტემური მიდგომა, როდესაც ავტოსადილერო, სადაზღვეო, საბანკო სერვისები რაღაცნაირად ერთიან ეკოსისტემაში გინდა რომ მოაქციო და დაანახო მომხმარებელსაც და ბაზარსაც რა და გამბედაობის ნაწილია იმ კუთხით რომ რაღაც ახალია, არა? იცით რა არის, ანუ ჩემთვის ბიზნესის კეთება ნიშნავს რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე ფოკუსირებას და იმ პრობლემის მოგვარების გზას მისაღებ ფასად რაღაც პოტენციური მომხმარებლისთვის. ანუ ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით რა, ბაზარი ამ სფეროში საკმაოდ ფრაგმენტული არის, გაბნეულია და მე ვცდილობ რომ ჩემი ფიქრის 80% ფოკუსირებული დღეს იყოს იმაზე, თუ რა ჭირდება ჩემ მომხმარებელს. არა ჩემ კომპანიას, რა ბევრი მოგებისთვის. არამედ ჩოთკად ჩემ მომხმარებელს. ამისთვის რა, დღევანდელი ჩემი მდგომარეობა რა, ანუ ეხა ის უნდა აღვნიშნო რომ მე იბერიაში ბევრი დრო გავატარე, ძალიან ბევრი სასიამოვნო წელი მაქვს, ბევრი გამოცდილება მივიღე, ბევრი რაღაც ბრძოლაც იყო, ბევრი უძილო ღამეს და მადლიერი ვარ იმ ხალხის, მაგრამ დადგა დრო, როდესაც გადავწყვიტეთ რომ ჩვენი გზები გაყოფილიყო და სხვადასხვა გზით წავსულიყავით რა. და ნუ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეგ არის რომ მე ეხა ესე ვხედავ რა და მე კი ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ იმაზე ფიქრში რომ რა პრობლემა უნდა მოვაგვარო მომხმარებლისთვის, როგორ შემიძლია რომ ეს პრობლემის მოგვარების გზა გახდეს ჩემი ბიზნესის შემოსავლის წყარო არა მარტო თქვათ საქართველოში, არამედ ჩემ ბიზნეს მოდელს კონდეს სკეილის საშუალება რა და სკეილის იგივე საჭიროება რა დგას აი ამერიკაში რა ყველა მომხმარებელი ვინც კი ავტომობილს ყიდულობს 80% მიიჩნევს თავს რომ არა ინფორმირებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სამწუხაროდ მოატყუა დილერმა და ფანდინგს ანუ წყარომ ვინც მას უკეთებდა ფინანსირებას. ორი რაღაცა გამახსენდა რა. პირველი გამახსენდა არ ვიცი რა ფილმია, მაგრამ ეგეც სასაცილო მომენტი იშვიათად მინახავს. იმაში Breaking Bad-ში ცოლიზმას ვინც თამაშობს, ეგ ტიპი თუ გახსოვთ, ხო გახსოვთ? მოკლედ ეგ ბიჭი თამაშობს, რა მნიშვნელობა? მოკლედ სადილეროში სიტუაციაა რა და ტიპი მიდის და ეს არის გამყიდველი რა და მიდის და კონკრეტულ მანქანაზე ეკითხება რომ ესო რა გირსო რა ეს პასუხობს რომ ბჭო არ ვიციო მოიცა ვიკითხავო ბჭო ეკითხება ვერ გავიგიო რა მკითხეო და ესო რა ღირსო რა უმეურებს ეს პოტენციური მყიდველი ვერ მოიცა ერთ წუთიო არ ვიციო და ესე გაზახებს რა იქ ოფისში რა რაღაც ჯეკ ეს მანქანა რა ღირს და ის რაღაცას მას უპასუხებს $4000 რა და ამას ხო იმიჯი აქვს შექმნილი ცუდად ესმის რა და ამას მოუტრიალდება რომ ესო ეს მანქანაო ღირსო $2000 რა და ის ხო გაიგებს რომ იმან 4 უთხრა ამან 2 უთხრა და ყიდულობო ეგრევეო რა კაიო მოდი გავაფორმებ არ მინდა არაფრის გაფორმება ვაფშე არაფერი არ მჭირდებაო მომის გასაღები აშენ ქეში და მივდივარო რა ესე გაყიდის ამ მანქანაზე და მერე სცენა იჭდება რა პატარა ბავშვი უყურებს ამ დიალოგს რა და გახედავს ამას მენეჯერს ესო რა მოხდაო რა ჯო რა მოხდაო და ეს მანქანა $900 გვიჯდებაო რა და ეს თელი სცენა დადგეს 4-2 ვერ გავიგეს კუთხით და გაყიდა 2000-ად რა ეგ ერთი გამახსენდა მეორე რა გამახსენდა იცი რომ ჰოროვიცი ამბობს ეგეთ რაღაცას რა რომ ინოვაცია არის ინოვატორის საქმე და არა მომხმარებლის საქმე ანუ არ უნდა კონდეს მოლოდინი რომ მომხმარებელი გვეტყვის რა ჭირდება რა და ეხლა შევასაკეთებ ეგეთი განცდა მაქვს შეიძლება მე არც ვიცოდი რომ აი ეკოსისტემური ხედვა მჭირდება და მივედით მაგამდე მაგრამ კარგია რა თქვენი გადახოვები სუპერი იყო კი ანუ დღეს ინდუსტრია დგას რა მოდელზე რა აი ზუსტად იმ თამაშის მოდელზე რომ ყველამ უნდა შევძლოთ და დავფუშოთ ჩვენი პროდუქტი რაც შეიძლება სარფიან ფასად მივყიდოთ მომხმარებელს. იგივე შვება
ჩვენი პარტნიორი დამფინანსებელი ბანკი, მერე დაზღვევა და ადამიანი რჩება ამ გადაწყვეტილებებში მარტო. ხო, რაღაცა там ფრაგმენტულია, გაბნეულია. მაგრამ გაბნეულში გულისხმობ იმას, რომ ერთ ადგილას მივიდოდა ლაპარაკები მანქანის ბდილერს, შემდეგ სადღაც სხვაგან ვესაუბრები დაზღვევას და მერე სადღაც სხვაგან ვესაუბრები დამფინანსებელს, რომ ეს ყველაფერი შექმნას. ხო, გაბნეულობაში მაგას კი ბატონო. ხო, ფრაგმენტულია და გიწევს დიდი ეფორტის ჩადება რა ამაში. მაგრამ დღეს ხელოვნური ინტელექტი ყველამ კარგად ვიცით, რა სწრაფად ვითარდება და ხვალინდელი ჩემი მომხმარებელი ძალიან ინფორმირებული ადამიანი ხდება. თავის რაღაც ChatGPT მეგობარ შეუძლია კითხოს უამრავი კითხვა და მიიღოს ძალიან ბევრი პასუხი ხშირად იმაზე მეტი ვიდრე ჭირდება ან გაუზიარებდა ვინმე პროფესიონალი გამყიდველი. აქედან გამომდინარე ჩემთვის ბიზნესის მომავალი გადის ტრასტზე. ანუ მე არ მჭირდება ფოკუსები იმისთვის რომ რაღაცა გავყიდო, მე მჭირდება გულწრფელობა და მეფინგი ჩემი პოტენციური მომხმარებლისთვის, რომ სწორი გაიდინგი გაუკეთო, რა ჭირდება, რისთვის ჭირდება, რამდენი ფული აქვს ამ საჭიროებისთვის. მე რაღაცა იშფოთირაზე და საერთო resale value რა იქნება, ანუ ყველა პრობლემა, რასაც ის გადის, ემოციები, აი რა struggle რაც აქვს, აი ყიდვის დროს, ანუ ეგ წინასწარ გულწრფელად ველაპარაკო რა. აი, ნუ იქეთ რაღაცას დავაბრუნდებ უკან და აბა გავშალოთ. შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან, არის ალექს ჰორმოზის კონცეფცია. ოკეი? და იგით რაღაცას ამბობს. აჰა. რო ეს სასურველი მომავალი, აჰა. გამრავლებული ალბათობაზე, რამდენად ჯერ ამ ადამიანს რომ სასურველ მომავალს მიიღებს, შეფარდებული რა რესურსი, წვალება, დრო და სხერპლი უნდა გაიღოს. ეგ არის ჯამში მომხმარებელთვის ღირებული. ოკეი. და ეს კიც გეუბნება, რომ შენ თუ გინდა რომ შეთავაზება გაკეთო, რომელზეც უარს ვერ გეტყვია, რომ ამ ყველაფერზე უნდა იფიქრო, რა. ამოცან არის რომ რაც შეიძლება მაგარი სასურველი მომავალი შექმნა, დაიჯეროს რომ შეუძლია ამ ადამიანს მაგის მიღება, რაც შეიძლება მოკლე დროში, რაც შეიძლება ნაკლები სხერპლით, ეგ ნიშნავს რომ ძალიან ძვირად შეგიძლია რაღაცა გაკეთო, რა. ძვირად არა, მაღალ ფასად, უფრო სწორად რომ თქვა. და ეხლა რატომ მოკევი ამდენი? ერთ-ერთი რასაც ამბობს არის რომ ამ სასურველი მომავლის ჩამოყალიბების დროს და მაგის ფიქრის დროს აუცილებლად აკეთე იმის მოლოდინი, რომ მომდევნო პრობლემა რა ექნება, რაზე წვალობს, რაზე ფიქრობს მაგ დროს, რა გასაჭირები აქვს twin-ში და რა წინაღობები აქვს, რომელიც ის კი არა რომ არ ანდომებს ამ მომავალს. აშინებს და ალბათობას უკარგავს აგის მიღწევას რა. ეხლა რატო დავუსვი ეს კითხვა? შენ საბოლოო ჯამში თუ ეს ყველაფერი გააკეთე. ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი წინაღობა, რაც მე მანქანის ყიდვის დროს მაქვს. ისე გამატარე და ისეთი დაკვალიანება გამიკეთე და ისე შემიკარი ეს ეკოსისტემა, რომ ეს ყველაფერი ერთი ფანჯრიდან მომაწოდე და თან ნდობა ახსენე, ხო ტრასტ სისტემა ახსენე, ანუ ამ ყველაფერში თან პლუს კიდე თუ შემოიტანე გამჭვირვალობა და ნდობის ეფექტი მაღალია. შენ ხომ ავტომატურად უკვე ისე ყიდი რაღაცას რომ არც კი გიწევს წვალება რო გაყიდო და მეცაც ვიტყვი მარჟასაც მეც იტოვებ, იმიტომ რომ ფაქტიურად საუკეთესო მომავალი დატო. ანუ ფაქტიურად ისეთ შეთავაზებას მიკეთებ, რომელზეც უარის თქმა გამიჭირდება. იდეალური არის აი ეგ ვერსია, მაგრამ ძალიან ძნელია რომ გააკეთო რა. მაგისკენ მიისტრა, მაგისკენ რა თქმა უნდა. მივდივარ რომ ეგ შევძლო. ადვილი ფაფის ჭაბაა. კი, მაგაში კი მაგ. მანდ მივდივარ და ვამბობ რას, რომ თან აი დღეს აი ჩემ კოლეგებთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია რაზე? რომ არ გჭირდება, რავი, მე 10%-ით მეტი გაყიდვები, რაღაცა კონკრეტული pushing-ით, თუ ჩვენ მომხმარებელთან ნდობას არ ავაშენებთ. ანუ მინდა რომ სრულად ინფორმირებული იყოს ადამიანი, რას ყიდულობს, რამდენად ყიდულობს, ფლობის ღირებულება რა იქნება, ანუ როგორ გამოცვლის და გადაჯდება ახალ მანქანაზე. ანუ მე მინდა რომ აი მობილობის ციკლი ისეთი შევქმნა, რომ ის ერთი ღია ფანჯრის პრინციპი არის, რომ ჩემთან იყიდა მანქანა. ამ მანქანის ყიდვის მერე
იწყება მთელი ის პროცესი და მინდა რომ 5 ჯერ იყიდოს კიდე ჩემგან მანქანა. ანუ სანამ მანქანით ივლის, რომ სულ ჩვენი მანქანა ყავდეს. და ეს რითი უნდა გამოვიჩე? ხო, ანუ ეხა მანქანა არის სურვილები და საჭიროებები რა. კონკრეტულად ეხა იმ ბრენდებს, რომელსაც ჩვენ ვაერთიანებთ, ან კონკურენციის ის მოდელი, რომელიც მუშაობს, ხო, დიდ და განვითარებულ ბაზრებზე რა. ან ძალიან მარტივია რა, დილერშიპი არის 20 და ვინც გესაუბრება შენთვის დამაკმაყოფილებლად, ღებულობ გადაწყვეტილებას რომ იყიდო იქ რა. მაგრამ ამ შემთხვევაში რა, ხო, თქვათ რაღაცა პატარა ბაზარია და არსებობს მონოპოლიები, რომ თქვათ კია მე ვარ და ნუ ჩემი სადილეროა დღეს. ანუ შესაბამისად სურვილი იმისა, რომ ავტომობილი ყავდეს რა, რაღაცა შენ მიცთან არის დაკავშირე, ხო, რაღაცა შენი საჭიროებები გინდა, რომ მან დააკმაყოფილოს და მე მინდა რომ ეს საჭიროებები ერთად ვიპოვოთ. ანუ იმასთან ერთად ვიპოვოთ რა და ჩვენი გაყიდვების სტრატეგია იყოს უფრო მრჩევლის და არ იყოს რომ ჩვენ რაღაცა ჩვენ პროდუქტს ძალიან ვფუშავთ რა. ეხლა კიდე აქ მინდა რომ ორი რამე სალამაგას გახო ერთ-ერთი შეიძლება ხო. თუ შენ ჩემი საჭიროებიდან გამომდინარე, ხტები რომ მე კი არ მჭირდება და მჭირდება Mazda. გამიშვებ Mazda-ში. კი. კი. გაგიშვებ Mazda-ში. ეხლა მე ძალიან ავტომატური კითხვა გამიშდა, რომელზეც ალბათ პასუხი არ არსებობს. მაგას როგორ უნდა მივხვდე მე Mazda მჭირდება? თეორიულად ვიკითხე პრინციპი რა, ჩემი საჭიროებიდან თუ მივხვდი რომ კი არ მჭირდება. მაგრამ უფრო სორი იქნება რა ამბავი რა. თუ შენ მოხვედი რა, მე Kia Sorento-ს საყიდლად ჩემთან Kia showroom-ში. და მე ვნახე რომ შენი ბიუჯეტით და შენი საჭიროებებით არ არის არ შეგესაბამება Sorento შესაბამისი და არის Niro ჩვენი გაყიდვების გუნდი გეტყვის რომ მოდი ხო არ დაიწყებ Niro-თი. მაგრამ ეხლა რა კითხვაც თქვენ დასვით რა, ანუ ჩემი იდეა, ანუ ჩემი ბიზნესი დღეს არის დილერშიპები და მანქანების დისტრიბუცია რა. მაგრამ ჩემი სტარტაპი ემსახურება იმ იდეას რა, რომ ანუ კი თუ შენი საჭიროება არ არის Kia, გაგიშვა Mazda-ში ან გაგიშვა Toyota-ში. ანუ ყიდველის მხარეს დგომი პლატფორმის აწყობის პროცესში ვართ, რომელიც ყიდველისზე მორგებულ საჭიროებებს სამ ალტერნატიულ ვარიანტს შესთავაზებს. სადაც გათვალისწინებული იქნება მთლიანი total cost of ownership. რა არის ეგა? ეხა ეგ ფლობისთლიანი ხარჯი რა არის? ფლობისთლიანი ხარჯი არის მანქანაში გადახდილი თანხა, დაფინანსებაში გადახდილი თანხა, დაზღვევაში გადახდილი თანხა, მეითენინში გადახდილი თანხა, მოვლა პატრონობაში გადახდილი. მოვლა პატრონობაში და ცვეთას დაუთვლით და resale values დაუთვლით რა. გამოწვის დროს რამდენს ამოიღებს ნარჩენ ღირებულებას და რამდენის დამატება, ხო, გავი. ანუ მთელი ციკლი, ესე იგი მთელი ცხოვრებისეული ციკლი შენი მანქანის ფლობის რა გიჯდება. რა გიჯდება? ეხლა ნახე მე როგორ გიუფასურდება? ხო. და ამაზე რომ თუ რაღაცა კონკრეტული საჭიროება გაქვს, რომ გინდა ოჯახისთვის ქალაქის SUV, ხო. შემოგთავაზებს სამ ალტერნატივას. ხო. და გადაწყვეტილება იქნება შენზე. და არასდროს არ გავაკეთებთ რომელიმე ბრენდის რეკლამას ან დავფუშავთ რომელიმე საიტს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ტრასზე უნდა იდგეს ეს და მე უნდა მქონდეს ისეთი ურყევი ალგორითმი, რატომ შევსთავაზე მე ეს კონკრეტული მანქანა, რომ იყოს ერთ წუთში აუდიტირებადი. პირადი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. 31 თვის წინ დავიწყე ყოველთვიურად მცირე დანაზოგის ინვესტირება ამერიკის ფასიან ქაღალდებში საქართველოს ბანკის მობილ ბანკის მეშვეობით. მაშინ არც საქართველოს ბანკი იყო ჩვენი თანამოაზრე და არც ჩვენი პოდკასტი არსებობდა როგორც ასეთი. იმ დღეს უყურებდი ჩემი პორტფელის შედეგებს და ვნახე რომ ამ 2 წელიწადნახევრის განმავლობაში წლიური 12-13% მაქვს უკუგება პორტფელზე, რაც საერთოდ არ არის ურიკო რა. მერე ვიფიქრე რომ შემეხედა სტანდარტ S&P 500-ში რომ გამეკეთებინა ინვესტირება მხოლოდ რა შედეგი მექნებოდა და აღმოვაჩინე რომ 20% მექნებოდა უკუგება. მოკლედ S&P 500-მა აქაც ძალიან მაგრად მაჯობა. რომელ გზას აირჩევთ ინვესტირების, ეგ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია რომ ინვესტირება ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებაა ვიდრე არ ინვესტირება. ასე რომ ვიდეოს აღწერაში მოცემულ ბულზე გადადი, გახსენი საინვესტიციო ანგარიში საქართველოს ბანკის მობილ ბანკში და დაიწყე ინვესტირება დღესვე. კაი, ეხლა ნახე, სანამ გივის შემდეგ ორი საკითხი ქონდა, ეს ორივე მახსოვს არ მინდა, უბრალოდ რაზე მინდა რომ ჩაიკითხო. ეხლა ამ ყველაფერს რომ მიყვებოდი,
უცებ დიო რაღაც ბორდის წევრი რო ვიყო, ეგეთ კითხვას დაგისვა. ოკეი. ხომარ უყურებ საშუალოდან გრძელვადაში შენ თავარ ბიზნეს advising-ს და მანქანის შეძენაში ჩემ მეგობრად ყოფნას ვიდრე მანქანის გამყიდულობას. კი. ხო. თავიდან ბოლომდე ეგრეა. და მან გავა scales. ანუ ჩემი იდეა ეგ არის. გავიგე. ანუ შენ საბოლოო ჯამში სულ არ გადარდებს Kia-ს დილერშიპი გაქვს, Mazda-ს დილერშიპი გაქვს. საერთოდ არ თუ Great Wall-ის დილერშიპი. საერთოდ არ მადადეს. ერთადერთი ბიზნეს მოდელი არის, რომელზეც ახლა უკვე განხორციელების ეტაპზე ვართ და მანამდე ნუ ჩემ თავში ტრიალებდა ეს ამბავი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემსყიდველის მხარეს დგას. სხვა ყველა არსებული პლატფორმა, რომელიც შეიძლება ჩვენ კონკურენტად მოიაზრებოდეს, დგას გამყიდველის მხარეს. ეხლა მე გისმენდით რა, ეხლა გამიჩნდა ეს ასოციაცია, რომ კლასიკური გზაა ჩემ წარმოდგენაში ლურჯი ოკეანის შექმნის რა. დაალაგა სხვა კონკურენტები რასაკეთებს თავად და დაამატა რაღაცა ისეთი, რაც სრულად ატრიალებს ყველაფერს რა და კითხვა მაქვს ბუნებრივ. ოკეი. მაგისთვის მზად არის ბაზარი? იცი როგორ არის რომ Ford-ისთვისაც რო ეკითხათ, ბაზარი მანქანისთვის მზად არ იყო და ცხელებით უნდა ეღოთ. ანუ მაშინ კითხვა მაქვს მე რა, თქვენ როდის მანქანას ყიდულობთ რა? აი უბრალოდ რა, ანუ აი რა წარმოგიდგენ, ამხელა გზას გადიხარ, ხო, ეკითხები მეგობარს, მე რაღაცა მე სერჩავ, მე რაღაცა დილერშიპში ვიზიტს გეგმავ და ანუ უამრავ გამოცდილებას და ამაზე ხარჯავ უამრავ დროს. და აქ არის უცებ რაღაცა ადგილი, უცებ შედიხარ შენ რაღაცა მოკალათებული სკამიდან და ეკითხები რომ ხსნი, რავი შენ აკაუნტს და ეკითხები რომ გინდა მანქანის ყიდვა, საჭიროებებს მიდიხარ, ბიუჯეტი გაქვს და უცებ რავი სამი ალტერნატიული ვერსია გაქვს ისეთი ინფორმაციით მოწოდებული, რომელიც მანამდე არც ერთ დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ყიდვის გამოცდილებაში არ გქონია. რატო არ უნდათ სადა? Why not? აი მე ეგრე უყურებ რა. მოდი შევთანხმდეთ რომ ერთი ვცდი ეგ ერთი და მეორე ხა მე ძალიან ისე გამომივა, მაგრამ მე შემბილია ვთქვა რომ მე დიდი ალბათობით გამოყვები აი იმ ცდელობაში რომ ჩემი მეგობარი გახდე რა, მე ამას დიდი ალბათობით დავინახავ და დიდი ალბათობით პრემიუმს გადავიხდი მაგაში და გეტყვი რატო გადავიხდი მაგაში. ხა იდეაში მე ну, ესე ვიტყვი რა, ნებისმიერ ექსკლუზიური ტიპის სერვისში მაგიტო ვიხდი პრემიუმს, რომ ძირთადად ხედავ მაგას ხოლმე და თუ მაინდა-მაინც არ გამიცრუე იმედები, მაგ განწყობით ვარ, რომ ჩემი მეგობარი ხდები რაღაცა სერვისში რა, აი ნებისმიერ ტიპის სერვისზე მაგ ამ შეხში ლაპარაკი და მანქანაზე მე ეგეთი გამოცდილება არ მქონია რა. არასოდეს, ამიტომ გამოყვები მგონია რა. ხო, ნუ მე ჩვენ სტატ ეს გვიღირს, მე ამ მომავალს ხედავ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ზოგადად AI based აგენტები და ეგ მომავალი იქნება რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, აი რავი, ჩემთვის ახლა ჩემ ხედვაში შეიძლება ეს რახან აი ჩემი ფიქრებია, მაგიტომ ვფიქრობ, მაგრამ რავი ხა სადღაც თბილისში რომ მინდოდა რაღაცა უბანში მისვლა, მამაც ჩემ გზები იცოდა, ვეკითხებოდი ხოლმე, ხო რაღაცა Google Map-ით დავდივარ, არა თქვენთანაც ესე მოვედი, ხო? ანუ ეგრე მგონია რა, რომ იქნება რა. ანუ იმდენად შეიცვლება, ანუ ქცევა მომხმარებელის რა და ისეთი კომპანიები დასტრუქტურირდება ბაზარი, რომ ძალიან მალე მოგიტანენ ისეთ ინფორმაციებს, რომელიც შენი გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია რა და მე მინდა რომ აი უფრო ანუ ამ პრობლემის მოგვარებას ხედავ უფრო დიდი პრობლემის მოგვარებას, ვიდრე რავი 10%-ით რომ გავზარდო Kia-ს გაყიდვები ან მარკეტში არის. ერთი კითხვა გამიშდა, ეხლა იმაზე რომ მომხმარებელს საჭიროებებს რომ არ ყვევი, იგებ, ეკითხები, ესაუბრები და მაგითთან გამომდინარე მე ადგენ მისთვის შესაბამის მანქანას არ მახსოვს სად, მაგრამ რაღაც რომელიც წიგნში ამოვიკითხე, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოკლედ ჩვენ რასაც ვამბობთ ხმამაღლა, რომ ეს არის ჩემი საჭიროება მანქანაში იქნება ეს თუ რამე სხვა რაღაცაში, იმის ქვეშ არის რაღაცა ფარული საჭიროება, რომელიც როგორც წესი შეიძლება ესე ხმამაღლა არ თქვა, თუმცა როგორც კი გამყიდველი ან მარკეტინგი ან რამე ტიპის კომუნიკაცია მაგას ჩამაწვეთებს, იგივე ყურადღება მიქცევა რა. მარტივი მაგალითი შეიძლება იყოს, ნუ მოდი ჩემ თავზე ვიტყვი რა, აი Porsche Macan-ს რო ყიდულობდი,
ყველანაირი რაციონალურ პრაქტიკული მსჯელობა იყო დაკარგული, იყო გარაციონალურ გაპრაქტიკულებული მქონდა ეს ყველაფერი მსჯელობა. საბოლოო ჯამში თავარი ამომავალი წერტილი მათ იყო, რომ მოკლედ პორშეს ყიდულობდი რა, იმ ბრეთს, იმ სტატუსს, იმ მარიაჟობას ყიდულობდი რა. რა თქმა უნდა ძალიან მალე მოახდინა მაგან ცვეთა და როგორც წესი ყველა ჭკვიალანი უთვი მალე ახდეს მაგცვეთ, რატო თქვი მაკანი და არა 911 რა, რადიკალურად განსხვავებული მანქანები არის რა. რაღაც SUV არის, რომელიც იმას გავს 911, ოღონდ არც 911 არის და არც SUV არ არის რა. ჯამში არც იქით არის, არც აქეთ არის და Porsche-ს ლოგო აქვს. ხოდა ანუ შეიძლება საბოლოო ჯამში მე რომ შევეკითხებოდი რა გინდა რა ვიცი გი ოჯახი მყავს, ორი შვილი მყავს, ვიცი რა გი ოჯახიც მინდა, ბარგიც მინდა. ანუ მაგები დამალავდი და შემომთავაზებდი Kia Sorento-ს და მე მაინც წავიდოდი It's up to you. შენი გადაწყვეტილება. შენი გადაწყვეტილება. არა, მაგ ნაწილს მაგას როგორ აჩელენჯებ შენ კუთხით, შენ გუნდში, მომხმარებლის საჭიროების გარკვევის პროცესში მაგას ითვალისწინებ თუ არა? ორი რამე მინდა რომ გავმიჯნოთ რა. Kia-ს სადისტრიბუციო კომპანიას თავისი და GVM-ს და ამ სტანდარტულ კლასიკულ მოდელს აქვს თავისი ბიზნეს მოდელი და მე უბრალოდ რასაც ვითხოვ მათგან არის ის რომ ჩვენი მომხმარებელთან კომუნიკაცია უნდა ავაგოთ ტრასზე. ანუ ჩვენმა მომხმარებელმა უნდა იცოდნენ რომ აი რა პროდუქტს ყიდულობენ რა. ანუ ეგ არის ჩემი იმიტომ რომ ანუ ნებისმიერ ვარიანტში ანუ მომხმარებლები ხდებიან გაცილებით ინფორმირებულები ვიდრე იყვნენ. და თუ ეჭვი შეეპარა და თქვენ ახლა საუბრობთ ემოციურ გადაწყვეტილებებზე და ეგეთი არის ბაზრის 3%. მარტო? კი. აი მაგ რა რა ჩელენჯი თქვენ მიჩნდება იცი როგორ არის მეც ვატარებ Porsche-ს არც განვიხილავდი სხვა მანქანის ყიდვას და ის ვიცი ახლა რა ძდება როგორ მაგრამ ის სხვა რაღაც სხვა ემოცია არის მაგრამ აი პირობითად ჩემი შვილები რომელი მანქანითაც მგზავრობენ ან დღეს მე რა მანქანითაც მოვედი იქ არის არჩევანის ზღვა და თქვენ რო სწორი არჩევანი მიიღოთ გჭირდებათ სრულფასოვანი ინფორმაცია. ანუ რა გიჯდებათ თლიანად მანქანის ფლობა. და რა ოდესმე იცოდი ეგ რა გიჯდებოდა. არა, მაგ რეალობასაც როგორ ეტაკები რა პირველი მაგ რეალობას ანუ ეხლა შენ გავიგე ტერმინი ოღონდ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მივხვდი, იყო ასევე 2013 თუ 14 აღარ მახსოვს Mercedes-ი ვიყიდე SL-ი რა, Roadster-ი ხო ხსები ჩემი მანქანის არჩევანები როგორ გამოიყურება რა სუპერ მაგარი არჩევანი არა მაგარია და მანდ იყო რაღაცა რაღაცაზე ავხდი და ავხდი გავაფუჭე და ეს ეგრეთ წოდებული პადუშკები გაფუჭდა თუ რაღაც და მე ვიყვანე Mercedes-ში და $11,000 ქონდა მანქანაში ვიცეულია, ტიპა $7,500 გამოიტანა ინვოისი მაგ პადუშკები. ხوار ძმარა მეთქი ახალი მანქანა მოძდა ბიჭო მომისმინე. შეიძლება საინვოისო ფასიო პატარა გონდაო, იმიტომ რომ 2002-იანიაო, მაგრამ ესელიაო მილიონერების მანქანაო და რა გიგონა ამას რო ყიდულობ. ეხა იქ დამიგონა. ხო რა მოულა კიდე სხვა. აი ანუ ჩემთვის თავარი ამბავი არის რომ პრობლემა ეგ ადამიანებს უდგათ და ფიქრობ რომ ამას მოგვარებაზე ფიქრი ღირს. კი, ნაგდად, არა, ნაგდად. ეგ არის და არა მარტო ანუ ამ პლატფორმის მიზანი იქნება არა მარტო მანქანებზე იყოს ორიენტირებული. ნუ ამით დავიწყებთ და მე რაღაცებს დავინახეთ დიდი პოტენციალი მაგ რაღაცებს ძალიან კარგი მოდელია რა. და ხო, იმედი მაქვს რომ ამას გამბედაობით და ჟინით რაღაცებს მივახცევთ რა. მაგრამ ერთ საინტერესო ამბავი არის რომ აქამდე ანუ ამ იდეაზე ანუ ჩახუტება და წებო რა მივიღე როდის წლის ბოლოს ნუ მივიღეთ გადაწყვეტილება დაშლის პარტნიორებმა იყო ნუ ცოტა ციგზედაც რო ვისაუბროთ ცოტა რაღაცა უძილო ღამეებიც ნერვიულობა იმაზე რა იქნება როგორ იქნება ანუ გაურკვევლობაში მისაღებ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება თან მე ყავს თანამშრომლები ანუ ბევრი რამე და რა ვიცი ხო ნუ აი ამ პროცესმა კიდე ერთხელ ცხადყო ჩემთვის რომ რაღაცა უფრო ანუ უნდა მეფიქრა იმაზე რომ რა როგორ გამეკეთებინა ბანდე ხალხს მოვიდა სახსენე და უცებ მოვიდეს ეს შვიდობის დროის CEO-ба და ომის დროის CEO-ба აი ხა აი მაგამ ბავში ყოფნა რომოთან უფრო ახლოს არის იცი როგორ არის მე ძალიან ვიმხრობი ერთ რამეს რა რომ ლიდერშიპი ვაფშე მენეჯ ანუ ძალიან კონტექსტური არის რა იმიტომ რომ ძალიან რთულია იმისი შეფასება რა
აი იმიტომ რომ რაღაცები ხო გარედან ჩანს რა ეხლა იმიტომ რომ მე თქვენ ორივეს გიცნობთ აი გარედან როგორც ძალიან წარმატებული ტიპები მაგრამ თქვენი decision-ები თქვენ კომპანიაზე რო ასახვას პოვებდა რა აი იმ ოთახებში შიგნით რა ხდებოდა ეგ ხო მე არ ვიცი რა შესაბამისად რა ანუ ეხლა დღეს ჩვენ ეხლა მე მგონი რომ დავაინტერესოთ ხალხი უნდა ვილაპარაკოთ გივის ოთახში რა ხდებოდა ეგეთ გადაწყვეტილებების მიღების დროს ლევალის დათოს და ეგ იქნება საინტერესო იმიტომ რომ ეხლა რაღაც კაი რაღაცებზე ვილაპარაკეთ მარტო რომ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ და რა აი აქამდე რომ მივდივართ და ამაზე რომ ვფიქრობთ მე პირადად რომ არ შემცხება და ვიტყვი მქონია ძალიან ბევრი რა უძილო ღამე ძალიან ბევრი სტრესი ოღონ ეს პროცესი რა ჩემთვის კიდე მომოტივირებელი იყო ანუ აი გამიღია დანაკლისი უგზნია ჩემ უახლოვეს გარემოს ხო იმის გამო რომ მე ძალიან ჩართული ვიყავი რაღაცეებში რავი შიში მქონია შფოთვა მქონია და ამაზე საუბარი ხო გარანტირებული მოსულა რა მაგრამ არ ამთამაშებია რომ ხო და ეხა ხო აი ლიდერობის ამხარეზე საუბარი ღირს რა და ეს კაცის ბაგიტობობეცა რომ ამას ამბობდა რა ყველაზე მეტად ჯერთი ეგ რო ეს სიგნი რო ნუ აუ ჩემთვის შენი რჩევა ეგ რა ეს სიგნი რო გვირჩიე მაგიტოა ძალიან მაგაერო ასე რო კითხულობდი ხო თითქოს ტექნოლოგიებზია რაღაც მაგრამ რო კითხულობდი რომ მეთქი მართლა ანუ რატო არ ვამბობ ამას ყველაფერს რა ანუ აი ეს ძალიან შეშინებული როზი ხარ რა იმიტომ რომ აი თელი შენი ბიუჯეტი რომელიც წლის დასაწყისში გეგონა რომ კარგი იყო აი თავზე გადახეული რა და აი ვაფშე რა მოხდება კაცმა არ იცის ხო მაგარია სხვა ჩვენს მან ხო სპარტია თვითონ პროცესში და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოდგენა არა გაქვს რა გადაწყვეტილება საერთოდ არანაირი ანუ რეალურად რომ მოდიხარ და კითხვა რომ ისე რა ვქნათ გულახდილი პასუხი არის აზზე არა ვარ მოდი აბა ეს ვცადო ანუ რეალურად რომ ანუ რეალური პროცესი რო აიღო აი რომ მითხარი რა ხდებოდა ოთახში ჩემ შემთხვევაში ვიტყვი იყო რომ აუ არ ვიცი ხა რა უნდა ქნა ესე მგონია ვარავდობ და მოდი ვცადოთ რა იცი რა ამ ცდაში შეიძლება დავკარგოთ რამოდენიმე მილიონი კი მაგრამ რო არ ვცადო ვეჭველი რამოდენიმე მილიონს ვკარგავ ერთი ეგარ და მე რავი ეგ იყო რაღაცნაირი ენერგიის წყარო ალბათ ეგ თუ არ გიკომპენსირებს ამ უნებლიე თვალის თამაშს რომელიც მოყვება მაგ დონის პასუხისგებლობას აზრი არ აქვს არ გამოგივა რა შეგეშინდება უბრალოდ ვერ გაძლებ და ეგ იყო რა მაშინ პირველად როდესაც ეგ გარედან წიგნიდან მოვიდა CEO-ბაზე ეგ არა თუ ისეთი პეპლებივით და ვარდებით აღწერილი თემა იყო რიჩარდ ბრენსონის წიგნში ერთ-ერთი თავის სათაურია ეგეთი გინდა იყოს CEO კარგად დაფიქრდი კი უნებრივი იმიტომ რომ თავარი ამბავი რა არის რა ანუ აი ნებისმიერ ცხოვრებისგანაც რა უნდა აი პასუხისმგებლობა თუ გინდა რომ იყო CEO ბიზნესმენი რა აბა ადამიანი უბრალოდ პასუხისმგებლობით ცხოვრება გიწევს რა და ანუ აი პასუხისმგებლობას ვერ გაიქცევი შენ გასაკეთებელ რამეებსაც სხვას ვერ გააკეთებინებ და თუ იმ ხელა პასუხისმგებლობა გაქვს რომ ის ოთახი და ბილდინგი შენი წასაყვანია ადამ ბემდე კეთილი უნდა ინებო და კი ხანდახან ღამეები არ დაგეძინება რა ხანდახან შეშინებული მაგარი ხანდახან იწრიალებ და ამაზე გარეთ ესე არ ილაპარაკე ვიქნები ძალიან დავარცხნილი ძალიან მისაბაძი ძალიან რა ვიცი აი შესაშური ტიპი მაგრამ ამ დროს ხო რა მარტო მენაღლება მაგეთ სხვაც არაფერი და მან უკვე შენი არჩევანი დგება რა რომ შენ გინდა კიდე რომ თამაში იყო შენ კიდე გინდა რომ გაბედო და მიაწვე თუ არა იმიტომ რომ ანუ ჩემთვის რა თქვენთან ამაზე საუბარი რა წიგნები ჩემზე მეტი გაქვთ რა კითხი მაგრამ რა გიყვართ და ბრავო ამისთვის კაი არის და უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რომ ხალხმა იცოდეს რომ მარტო ეგეთი კარგი
ამბები არ ხდება CEO-ების კაბინეტში და არის ძალიან პრობლემური სიტუაციები, რომელთანაც კი მოუწევთ მარტო ყოფნა, შფოთიც ექნებათ და უძილო ღამეს და ეს ძალიან ნორმალური არის. თუ ეს არ გინდა, მაშინ ნუ სხვა რამე გინდა რა და ის სხვა რამე გააკეთე რა. გინდას არ ვიტყოდი ამდენს თუ მზად არ ხარ რომ ეგ სხერპელი გაიღო. კი, მაგრამ აი ხო ბიზნეს სკოლებში ხო ყველას მისწავლია. აი ესე ანუ ამაზე არავინ არ გელაპარაკება. წარმოდგენას ვერ არავინ არ გელაპარაკება და ეს საჭირო არის რომ გელაპარაკონ რა. საჭიროა კი არა. უნდა გაგიზიარონ ამაზე რომ აი რა წვენში მოგიწევს ხარშვა რა. გაზიარება არის მან ჩემი დაკვირვებით ყველა დიდი გადაწყვეტა მაგ მისი რა ხმამაღლა ფიქრია ჩემს ვიღაცასთან თუ არ ლაპარაკობ აი ამაზე ხმამაღლა ძალიან რთულია და მე ამის მოძებნა ვის ელაპარაკო ამაზე ხმამაღლა რომ შეიძლება ჭკვიანად აბიარებთან ილაპარაკო ეს თემაა და თუ გაგიმართლა რომ მოძებნე ვიღაცა რომელთანაც ამაზე ხმამაღლა ფიქრობ აუ აი ძალიან მაგარია და მე მიხარია ყველა ის მომენტი ხო და მე მიხარია გულწრფელად რა რომ აი ხო თქვენ რასაც აკეთებთ რა ის არის შანსი ადამიანებისთვის რომ რაღაცეები ისმინონ, ნახონ და მოусმინონ, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ აი მე რო რაღაცა მუშაობას ვიწყებდი, მაშინ არ იყო ესე რომ რა ვიღაცეებისთვის გესმინა და რაღაცეები წაგეღო რა და კაი საქმეს აკეთებ და ეს ბევრი წარმატება კიდე თქვენ. ამას კი არის ეგ მომენტი ეხა რომ ძირითადად გაპრანჭული, მაინც უფრო გაპრანჭული ყველა ვარიანტი არის, იმიტომ რომ ადამიანური მომენტი არის და უფრო მეტად გინდა შენ წარმატებაზე ილაპარაკო, ვიდრე იმ მომენტებზე, რომელიცშიც მაგრად ჩაფლავდი, ან რომელშიც წარმოდგენა არ ქონდა რას აკეთებდი და პროსტა ბახტა თავზე დაგეცა მე ამოშთა რომ ვინე თურმე სწორი გადაწყვეტილება მივიღე რეტროსპექტივაში კი კარგად ახსნირები ფიქრე, მაგრამ იმ მომენტში საბოლოო ჯამში ან უეჭველი ახსნადია, ყველა ვარიანტში ახსნადია. ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც მივიღე და თქვენც მინდა რომ გირჩიოთ, არის ბუღალტერიის აუთსორსი. კერძოდ კი სუპერ პროფესიონალებისთვის, ემთებისთვის ამ საქმის ჩაბარება. ამ გადაწყვეტილებამ მომაცილა უამრავი თავის ტკივილი და მომცა საშუალება, რომ ვიყო ჩემ საქმეზე ფოკუსირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც არის ის, რომ მშვიდად ვზინავს. რადგან ბუღალტერია ესეთი საქმეა, რომ ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება უზარმაზარი ფინანსური ზიანი მოგაკეთოს. და ამიტომ პარტნიორის არჩევის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერჩია ისეთი კომპანია, რომელიც თავის გაკეთებულ საქმეზე პასუხისმგებლობას აიღებდა. და ენტებს კი პროფესიული პასუხისმგებლობა აქვთ 20 მილიონ ლარამდე დაზღვეული, რაც ნიშნავს, რომ მათი შეცდომის გამო თქვენ თუ დაჯერიმდით, პასუხისმგებლობას ისინი სრულად იღებენ. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც მომცა არის სიმშვიდე და ნაკლები სტრესი. ენტებს თქვენთვის, ჩვენი მსვენელისთვის სუპერ მაგარი შემოთავაზება აქვთ. ვიდეო სახწერაში მოცემული მულით დარეგისტრირდი და მიიღე სრულად უფასოდ სუპერ პროფესიონალებისგან კონსულტაცია. დეტალები ვიდეო სახწერაში. კაი, ეგეთი ციტატა არის ამონარიდი ბენ ჰოროვიცის. ამის არანაირი ფორმულა არ არსებობს. ხელმძღვანელის სიმარტოვეზე რო ვისაუბრებთ. უნდა იყოს საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ იყო მოწყვლადი. და ჰოროვიცის აზრით ხელმძღვანელი ყოველდღე იღებს გადაწყვეტილებას, სადაც საკუთარ გუნდს აზრს ვერ ეკითხება. რადგან და ვერცხვას რა საბოლოო რადგან მის გარდა ყველა საბოლოო ჯამში სრულ სურათს არ ფლობს რა რაღაცნაირად ნახევარ სურათს ფლობენ ან მეოთხე სურათს ან საერთოდ არ ფლობენ სურათს და შესაბამისად მათი პასუხებიც ან თავისი კუთხით ფლობენ სურათს რა სხვა მოდან ვერ იყო შენ ამ 16 წლის განმავლობაში რა ყველაზე მარტოსული გადაწყვეტილება რა იყო როცა ვერავისთან აზრი არ ქონდა არავისთან აზრის ანარჩევის ყველაზე მარტოსული გადაწყვეტილება მივიღე ну რა ვიცი წლის ბოლოს რო გაიყავით რო გავიყავით ბიზნეს ჯგუფთან რო გავიყავით რა და ეგ იყო ხო ну მარტოობაში მიღებული გადაწყვეტილება რაღაცა კონკრეტული ფაქტებით დიდი ემოციებით და დიდი წარმატებები მინდა დღესაც უსურვო იმ ხალხს და ისე არ მინდა რომ აუმბალოს რაღაცა ისეთი თემაა, იმიტომ რომ მე მან ბევრი კიდე მქონია ეგეთი გადაწყვეტილებები სხვა ჩემ მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს უკვე ჩემი მისაღები გადაწყვეტილება იყო, ჩემი მარტო მისაღები გადაწყვეტილება იყო, ნუ ბუნებრივია ჩემ პარტნიორს
გაუზიარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმანას ალბათ მე რომ ეს უთხარი რომ ჩვენ ეს გზა უნდა გვექნა, ნუ დაიჯდა და მარტო იფიქრა რა და ნუ მე ესე მივედით იქამდე სადამდედაც მივედით რა. მაგრამ თემატურად როგორ არის იცი რომ ჩემთვის თავარი არის სულ ერთი რამის ფლობა რა. მე ძალიან მიყვარს ცნობის მოყვარეობა, ანუ ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა მგონია вообще სამყაროს წავა. ხო, რაღაც ხუთი სინონიმებია, რა გაინტერესებს. ხო, რა რაღაცას უნდა შევა. მაგრამ ასევე უნდა გძნობდე რომ ჩემ თამაშს ვთამაშო. ანუ ჩემი თამაში მომწყავს რა. იმიტომ რომ ანუ ამ ხნის განმავლობაში რა მქონდა რაღაც საზიარო მოედანი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პასუხისმგებლობებით იყო რა. იმიტომ რომ მე ვიყავი კომპანიაში CEO, მე გავხდი აქციონერი, მე რაღაცა ნაწილში ვიყავი აქციონერი, რაღაცაში არ ვიყავი, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში, ანუ კულტურა კიდე ციგნისატვარი ძალიან ბევრს საუბრობს კულტურაზეც რა. კულტურა არ არის რაღაცა დაწერილი ამბავი რაღაც ლამას თავახის ფურცელზე რა. აი კულტურა სწორედ ის რა აი ბრძოლის პერიოდში როგორ იქცევი შენ და იქცევა კომპანია, ანუ ცევები ჯამი არის კულტურა, გეთახმები აბსოლუტურად. ეგ განაპირობებს. აი ფასეულობას ტესტი ხო რა არის, რომ საბოლოო ჯამში ფასეულობა რომ ამბობ რომ მე ვარ ადამიანი რომელიც ასეთი ვარ და ასეთი პრინციპების ვარ, მაგის ერთადერთი ტესტი არის იქცევი ეგრე. სხვა ვარიანტი, სხვა ტესტი მაგისი არ არის რა. ანუ სხვა შემთხვევაში ყველა რაღაცა მაგ ფასეულობებს მიყვება, როცა ის არ არის რა, წნეხი არ აქვს და როცა წნეხში ხარ, შენ თუ იძახი რომ მე მომხმარებელს ვაყენებ უპირველეს ყოვლისა, წნეხი რო გაქვს შემოსავალზე ან რაღაცას ვაკუთხით, მაგ დროს რა შვები რა, მაგ დროს როგორ უყურებ, შენ როცა იძახი რომ მე თანამშრომელი ჩემი ორგანიზაციის გულია და სულია და მე მასზე ვზრუნავ, ოკეი, კი. რეკორდული მარჟები რო გაქვს, ყველა ზრუნავს ბიჭო, რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი. ცოტა რომ შემოგაწובה მაგ დროს რა სიზავ, კი, რა თქმა უნდა კომპანია საბოლოო ჯამში თუ მოგტა რაღაც თანამშრომელი და რაღაც მომხმარებლის სარგებელია, ხო და მაგრამ აი რთული გადაწყვეტილებების მიღებაც შენი ხელბაზის ნაწილია. კი, ნაწილი კი არა, მე მგონი ეგ არის, მაგაზე დგას. შენი ხელბაზის ნაწილია. თუმცა კაი რაღაცეების მნიშვნელოვანია. კი, კაცო, ეგ კულტურა რო ახსენე რა, ეგეთი ის მომივიდა კითხვა თავში რა. როგორც უნდა ვატრიალოთ სამ სხვადასხვა ბრენდს წარმოადგენთ რა. და ეხ ბევრი ისაუბრე ხა ამ იმაზე რომ თუ მე ამჭირდება ეს ბრენდი და ვერ ხვდები მაგას შენი მთელი ვთქვათ მუღამი არის რომ დამანახო რომ ეს სხვა ბრენდი მჭირდება, მაგრამ პრინციპში ეხა მე ჩემ წარმოდგენაში შეიძლება ძალიან ვწდები. ამ სამივე ბრენდს თანამშრომლები ყავს, რომლებიც ცდილობენ რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ რა. და თავთავიანთი კულტურები აქვთ, თავთავიანთ ასე ვთქვათ კომპანიებში. აი ამ კულტურების თანაცხოვრებას როგორ ახერხებ, ასე ვთქვათ, როგორ ხედავ? ეხლა გეტყვი მაგას რა. ეხლა დღეის მდგომარეობით რა, ჩვენი ასე ვთქვათ გუნდები, ანუ მე საოპერაციო მენეჯმენტში ჩართული ადამიანი აღარ ვარ რა, ვთქვათ ინფორმატისგან განსხვავებით, თავიდან ბოლომდე ოპერეიშენში ვიყავი, აი ვიჯი. ხო. ანუ არიან ინდივიდუალური CEO-ები, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული მიზანი, ამოცანა და გეგმა რა. ფუნდამენტურად ჩვენ ვინ ვართ, როგორ უნდა ვექცეოდეთ ჩვენ მომხმარებელს რა. ანუ მე ძირითადად ვცდილობ რომ მომხმარებლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობების წინაშე ვიყოთ ერთიანად სამართლიანები და სწორები. ამავდროულად რა, ბევრი სხვადასხვა კულტურაა, ხო? ნუ ეხა ჩემი მუშაობის განმავლობაში კი პატარა ბაზარი იყო ყოველთვის საქართველოს, მაგრამ მუშაობდი ძალიან დიდ კომპანიებთან, აი რავე, უმსხვილეს კომპანიებთან სხვადასხვა კულტურით, ხო? მაგალითად, აი IBG-ში მუშაობის დროს Mitsubishi იყო, რავი, იაპონური კომპანია, იაპონური კულტურით, კორეული იყო Kia, მე GVM-ი, აგერ ჩინური და უამრავი ევროპული ბრენდი, რომელსაც თქვა წარმოვადგენთ რა. ანუ ამანაც ჩვენ რაღაცა გამოცდილებები შეგვძინა, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მათ პროდუქტის რეალიზებას და maintenance და ვთქვათ გაყიდვას ვემსახურებოდით, ხო? მაგრამ მე ამ გზაში მე მივხვდი რას, რომ ანუ ჩემი საქმე არის იმ edit values შექმნა,
რომელშიდაც მე ქართველი მომხმარებელი ფულს მიხდის და ეხა სამწუხაროდ მე ეხა კია სპორტიჯის ვერც ვიზუალს ვერც ტექნიკურ შესრულების მონაცემებს ვერ შევცვლი. ანუ ეგ ჩემი ბიზნესი არის. გამომდინარე აქედან ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური სტრატეგია და ინდივიდუალური ვიჟენი, მაგრამ ფასეულობა ყველას გვაქვს ერთიანი, რომ ვიყოთ გულწრფელები მომხმარებელთან. ხო, აი ჩაგიკითხები, იმიტომ რომ აი ეხაც ვცდილობ წარმოვიდგინო რა. ანუ გაყიდვების მენეჯერი ვარ მე, მაგალითად კიასი რა და შენ ხარ გაყიდვების მენეჯერი, მაგალითად Great Wall-ის. ნუ პირიქით რა მნიშვნელობა აქვს რა. ჩემი და შენი ინსენტივს რა ქვია ქართულად სამოტივაციო ხარე მიბმულია კონკრეტულად ჩვენი ბრენდების რეალიზაციას. აი რანაირად უნდა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ხო. აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს, აბსოლუტურად დამოუკიდებელი შოურუმი აქვს და მათ კვეთა არა აქვთ. ერთმანეთს ვერ წაართმევენ ისინი მომხმარებელს. ხო. იმას აქვს თავისი კონკრეტული მიზნები, ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზნები. ანუ აბსოლუტურად KPI სხვადასხვა აქვს რა. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ერთიანად უყურებდეთ ჩვენი მომხმარებელთან ღია ურთიერთობას და ანუ საერთო გვაქვს რა, რომ პირობითად ჩვენი HR-ი რო ელაპარაკება ჩვენ გაყიდვებს, ეუბნება რომ ჩვენთვის პრიორიტეტული არის რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს სრულფასოვანი, ცხადი, სრულყოფილი ინფორმაცია და ეს შენი სამუშაოს ნაწილია. ანუ ეგ გვაქვს საერთოდ დანარჩენი ხა ტექნიკაში რა მე თემა მქონდა რა ემზადებოდით ქონდა შენი ეს თემა რომ სამი სხვა ვერ ვიგებ მაგ კონფლიქტს რა ანუ როგორც მე ჰოლდინგურ კომპანიაში შეიძლება მქონდეს სამი სხვა ბრენდის კარაქი და გავყიდო ეგ კარაქი და ბრენდ მენეჯერები თითოეულს თავისი ყავდეს თავარი value და თავარი ფასეულობა რაც არის რომ მე მომხმარებელთან ვარ პირწმინდა და არ ვატყუებ მას და მას ვანიჭებ სრულ ინფორმაციას არანაირად არ შემოდის კონფლიქტში იმაში რომ ჩემ ჰოლდინგში სხვაგან ვიღაცა თანამშრომელი არის რომელიც ზუსტად იგივე ფასეულობით ყიდის უბრალოდ სხვა ბრენდის კარაქს რა ანუ ისიც საკეთებს რა კონფლიქტში ეს ორი არ მოდის რა საბოლოო ჯამში მე მაინდა-მაინც ახლა იმის თქმა არ მინდა რომ კონფლიქტში მოდის არ მოდის მაგრამ მე ესე წარმომიდგენია რა რომ კიდევ ერთხელ მაგალითს გავიმეორებ რა მე თუ მირეკავს კიას გაყიდვების მენეჯერი და მეუნება რომ მოდი ნუ გაჩნია გაყიდვები როგორ მუშაობს დავიწყო მაგით დავიწყოთ მაგრამ მოდი იყიდე კია და ამავდროულად მირეკავს Škodas გაყიდვების მენეჯერი და მეუნება რომ იყიდე Škoda პირობითად ვამბობ რა ანუ საბოლოო ჯამში რომელს ვიყიდი მათ სავარაუდოდ მე ფინანსურ ანაზღაურება ამაზეა დამოკიდებული რა და Škoda იგებს ბონუს ხო Škoda გაყიდე Škodas თანამშრომელი ბონუს კია თუ მაგას არ ვკითხავ ზუსტად მაგიტომ რომ მაგ Mazda-ც გირეკავს ამ დროს რომელიც არც ერთით არ არის ჰოლდინგში კი მაგრამ მაგას ვამბობ რომ მაგ ნაწილში როგორ გვარდება ის რომ ჩემთვის გამჭვირვალობა შექმნათ მაგას გულისხმობ. კი არ ქმნის შენთვის გამჭვირვალობას, ქმნის GC Holding-ი გამჭვირვალობას. ხო, ანუ ნახე, მე როგორც აქციონერს და კომპანიის მფლობელს რა, ჩემს სტრუქტურაში შემოვალ კომპანიებთან მაქვს მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტრანსპარენტულები, ბიზნესი ამ გზას გაივლის, ჩვენი მომხმარებელი ძალიან ინფორმირებული ხდება. და მინდა რომ კონსულტირება მას აი რასაც გავყიდით დღეს ხო ამას ვყიდით ხვალე შეიძლება კიდე სხვა რაღაცეები გავყიდოთ რა მაგრამ ჩვენი ანუ ძირითადი ამოცანა იქნება ნებისმიერი პროდუქტი გავყიდოთ რავი ტრანსპარენტულად და კლიენტისთვის გასაგებად და არა შეფუთულად და კი ჩვენ ბევრი გაყიდვები ანუ ინდუსტრია მუშაობდა სხვა ბიზნეს მოდელით და მუშაობს დღემდე და ეს ბიზნეს მოდელი შეიცვლება ხო აი კიაში მოდი ხა კია იონება რავი შენი სრული ფლობის ხარჯი $20,000 კი ხდი ხა იმაში მანქანაში მაგრამ ჯამში შენ ეს კიდე თვეში დაამატე ამას რაღაც $1,000 თავის დაზღვევიან და ფინანსებიან მოვლა პატრონობიანა და
ესეთია რა, სვეთადი მანქანაა რა, საბოლოო 5 წელიწადში მაგის ფასი იქნება $3,000 რო იცოდე რა. და თქვა ჩემ მეკითხები კი, მაგრამ Mazda-ზე რა ქნა, Mazda-ზე თუ იცის კონსულტანტმა, არა, თუ არა გეტყვი რომ არ ვიცი Mazda-ში წადი რა. აი ის სტარტაპი რომელიც წეგან მოახსენეთ. აი ამსახურება მაგას. ზუსტად ვიცი საკეთი. ხო, ის ყველა ასეთი ის ხო დილერი არ არის, ის ხო მრჩეველია. ის არის მრჩეველი. ის საერთოდ სხვა კომპანია. ის სხვა ბიზნესია, ვერას თქვი მაგით ის არის სადილერო სხვა ბიზნესია საერთოდ. ახალაშენებული 92 კვადრატული მეტრი ბინა საბურთალოზე გინდა? ან სულიად ახალი ელექტრომობილი? ან თუნდაც 10000 ლარი? ეგ ყველაფერი შეიძლება შენი იყოს თუ მიიღებ სოკარის სუპერ გათამაშებაში მონაწილეობას და ნუ რა თქმა უნდა ბედმაც უნდა გაგიღიმოს. რა უნდა გააკეთო ამ საოცარი პრიზების მოსაგებად? თუ ჯერ არ გაქვს, უნდა გადამოწერო ვიდეო სახწერაში მითითებული ბმულით სოკარის განახლებული აპლიკაცია და მიაბა ან შენი არსებული ენერჯი ბარათი, ან გახსნა ახალი ენერჯი ბარათი. და 31 აგვისტომდე ყოველ 15 ლიტრ საწვავზე ან 15 კუბურ მეტრ გაზზე მიიღებ გათამაშების 1 ბილეთს. გარდა ამისა, გათამაშების პერიოდში ყოველდღიურად გამოვლინდება 100 გამარჯვებული, რომელიც მიიღებს მომენტალურ პრიზებს, ენერჯის ბარათის ქულებს ან ვეიმარტის ვაუჩერებს. და ეს ქულები და ვაუჩერები შეგიძლია გამოიყენო როგორც ჩვენთვის, ისე გაუზიარო სხვას და თუ სხვას გაუზიარებ, სანაცვლოდ კიდე დამატებით 5 ბილეთს მიიღებ გათამაშებაში მონაწილეობისთვის, რადგან გამარჯვება გაზიარებით იწყება. დეტალები ვიდეოს აღწერაში. მე მაგ ეგეთი კითხვა რა. და მინდა რომ ცოტა უკან შეიძლება გადმოხვდე ისე, მაგრამ მაინც მინდა რა. კრიზისები ვახსენეთ ჩვენ და თვითონ ბენი, რავი, რაღაც 3ჯერ თუ 4ჯერ იყო გაკოტრების პირას, მე მგონი ამ თავის კომპანიის შენებაში და შენ თუ გონია ამ 16 წლის განმავლობაში ეგეთი მომენტი, როდესაც როგორც CEO შენ აღქმაში ო რა, ის სიკვდილ სიცოცხლის მომენტი იყო, ან გადარჩებოდი, ან ვერა, იყავი მანდ რა თქმა უნდა მარტო ეხა შენ თანამშრომლს ვერ დაურეკავ და ვაიმე მე მგონი კოტრდები დაბერთი რა ვხდათ მითხარი და როგორ გამოძვერი და რა გერო. ხო რა ვიცი, ეხა საკმაოდ დიდი კომპანიის თანამშრომლები იყავით და ძალიან დიდი ვალი გქონდა ჩვენ მაგ კომპანიის. გქონდა. და ნუ პირდაპირ რო თქვა კი რა, ანუ ჩვენ ვიყავით ხშირად რაღაც გამომდინარე ბევრი ფაქტორისგან გაკოტრების პირას. ყოფი კომპანია რა. და ხონდა უამრავი გამოწვევა იმისა, ბევრი ფაქტორის გამო, ნუ რო თქვათ რაღაცა მაშინ თქვათ საბანკო სისტემა როგორ აკრედიტებდა, მე როგორ დაემთხვა ომი, ბაზარი როგორ შეიცვალა. და უამრავი ფაქტორისგან შედგებოდა ეს, ან როგორ გაიზარდა ბიზნესი და თქვათ ვერ გაყვა იგივე მენეჯმენტის აქტივობა, როგორ დაშვებული იქნა რაღაცა კონკრეტული შეცდომები, მაგრამ ანუ ერთი სიამაყით რაც მინდა ვთქვა რა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს კომპანია ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან მიყვარს და ძალიან პატივს რა, რომ მე რო კომპანიიდან გამოვედი დღეს რა და როცა შევედი კონკრეტულად ინვესტორად კომპანიაში რა, იმას შემდეგ კომპანიას არანაირი საბანკო კრედიტი არ აქვს და ნუ არის საკმაოდ ბევრი მოგებით დარჩა რა. ანუ შესაბამისად ჩვენ ბევრი კრიზისი გავიარეთ და ბევრი უძილო ღამე და მათ შორის არსებულ პარტნიორებმა გაცილებით დიდი წნეხით შეიძლება გქონოდათ რაღაც კონკრეტულ მომენტში, მაგრამ როგორც CEO-ს საკმაოდ დიდი სტრესი მქონდა, საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ დისკომფორტები, როგორც საკუთარ თავთან, ასევე იმ სტეიკჰოლდერებთან, ვისთანაც არსებული ვალდებულებები იყო, მაგრამ გრძელვადიან თამაში, ნუ ჩვენ მივყევით ამას, გავბედეთ და რაღაცა შედეგი კონკრეტული რამე იყო ისეთი აი გარდამტეხი მომენტი ან გადაწყვეტილება რაღაცა რომელმაც ამოატრიალა რა. გარდამტეხი მომენტი არის ბევრჯერ იყო მცდელობა იმის, რომ დიდ დაკრედიტებას აი მიქონდათ კომპანია, უბრალოდ მიქონდათ. აი რა რითი გააჩერეთ? რითი გავაჩერეთ იმითი, რომ აუხსენით ის, რომ ჩვენ უკეთ გავაკეთებდით იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდით, ვიდრე ისინი. სხვა შემთხვევაში ისინი ხო წაიღებდნენ ამას. აი იყო რა. ანუ რაღაცა ჩვენ ისევე ჩვენი შემართებით, ჩვენი ცვლილებებით ბიზნეს მოდელში შევძელით ის, რომ ჩავფარეთ ვალდებულებები და ბიზნესი გამოვიყვანეთ საკმაოდ მძიმე სიტუაციიდან. აი ჩაგეკითხები. რა შეცვალეთ ბიზნეს მოდელში, რამაც გამოგატრიალა?
კაი, არა, თუ რაღაცა ისეთი შევდივართ, რომელიც ბიზნეს მოდელში ანუ ვის უფრო მეტი ვნახეთ ვისწავლეთ ჩვენი შეცდომები. ხო. ნახეთ ჩვენი შეცდომები, გავაანალიზეთ შეცდომები. და კიდე ერთი ჩემთვის მთავარი ამბავი რაც არის რა და წიგნშიც ამაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი. ყველაზე დიდი პრობლემა რა, მათ შორის პარტნიორებში, სტეიკჰოლდერებში იქნება როდესაც სიმართლის მიმიღებლობა არ გაქვს. ანუ და ყოველ შემთხვევაში ჩემი გადაწყვეტილებების 90% რამაც პირადად მე წარმატებას მომიტანა და ბიზნესაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ეფუძნებოდა რეალობას ვღებულობდი ისეც როგორიც იყო. და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამას არ იზამ, ანუ ცვლილებას ვერ გავაკეთებ. და ყველაზე დიდი კონფლიქტები და გაურკვევლობები, სადაც მომსვლია რა, მომსვლია აი რეალობის შეცვლაში. და ანუ დღემდე ყველაზე მეტად რაც მიყვირს, ოღონ აი გულწრფელი გაკვირვება არის დღემდე ჩემი, აი რატო ჯობია ილუზიაში ყოფნა რეალობას. მარტივ რამეს ვამბობ რა, შეიძლება ბევრისთვის აი გაურკვევლობა არის. აგერ საინტერესო რამეს ამბობ. კი, არა, ნახე რას ვამბობ, შეიძლება ვიღაცას რაღაც კონკრეტული მოტივი გქონდეს. მაგრამ აი სცენარი რა, მე და შენ ვართ ამ ოთახის, რავი. ხო, მე. მფლობელები რა, ზუსტად ერთნაირად ჩვენი არის რა. და აქ რეალობა დგას. ხო? ანუ იგივენაი აი სხვა თანაბარ პირობებში, აი ზუსტად ერთნაირ პირობებში მყოფი ადამიანებისთვისაც კი ჩემი გამოცდილებით მე მინახავს რომ ანუ რეალობის არ მოწონებ. არა და რეალობა არის ის რომ რა ვიცი რაც გვასუნთქებს აი ჩემთვის ეგრეა და ყველაზე დიდი ხო ალბათ რა ვიცი ანუ თვისება რაც გამოვიმუშავე ეგ არის რომ რეალობა პირველი რასაც ყოველ შემთხვევაში ვეძებ და ანუ აი თანამშრომლებთანაც ვსაუბრობ იმაზე ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე ვისაუბროთ ისე ვერ მოვაგვარებთ შანსი არ არის დასაჯელად კი არა რაც ცვლილება თუ მინდა აი მე მაგალითად ხშირად სუქტები ხო რა ვიცი უსასწორზე ვდგები და რეალობა არის ციფრი რომელსაც მაჩვენებს ასორი რა ეგ რო არ ხნა რა ვიცი ავსუქტები მაგრამ მაშინ ვერ ვიცები გახტომა რა ხო მაშინ გახტომა რა ძალიან საინტერესო რაღაცები ახლა თავში მომდიოდა ხო სიმართლეს თვალი გაუსწორე ძალიან მნიშვნელოვანია რეიდალიოზე გადავედი ეგრევე ხო არა ამასაც აქვს კი რეიდალიოზე გადავედი ეგრევე გამახსენდა ხო ყველგან ეგ არის რა ალბათ ყველაზე კრიტიკული საბუჯამში ეგ არის რა ну ყველა პრობლემის სათავე არის რეალობის შეცვლა და სახელების და მე ვისთვის რა აი როგორი რაღა ამბავი უნდა მოყვერო ვინმეს ეს სიამოვნება თუ შეარხეს და ნუ ხო აი და ბიზნესში კიდე როგორც კი ჩემი აზრით აი პოლიტიკაზე იმაზე მეტი ეფორტი მიდის რომ პოლიტიკა მართო ვიდრე ბიზნეს გადაწყვეტილებები no ჯობია რომ ეგეთ ბიზნესში no აღარ ღებულობდე მონაწილეობას თუ გაქვს უნებრივია გაცლის პერსპექტივა და რაღაცა სხვანაირად გადაწყვიტო და კიდე ძალიან აი ყურადსაღები ჩემთვის რაც არის აი ძალიან კონტექსტური არის ლიდერობა და რასაც საუბრობს რომ რთული და ანუ ომის დროის და სიმშვიდის დროის CEO-ს ანუ სხვადასხვა ამოცანები გაქვს რა ანუ მე კომპანიაში მიმუშავია რადიკალურად სხვადასხვა ამოცანებით ანუ ჩემი კონკრეტული პრიორიტეტების ტოპ 5 ლისტი იყო რომ პირობითად კრედიტი გადამეხადა ხელფასი და გადარჩენა იყო და ამისთვის რა უნდა მექნა და მე იყო რომ მონაპოვარი 20 მილიონი როგორ უნდა დამეხარჯა ისე რომ ის გამختارიყო 100 და შესაბამისად ეხა ამ ორ სხვადასხვა მდგომარეობაში ჩემ შიდა ოთახში სხვადასხვა ამბავი ხდებოდა რა და გარედან ეხა შეიძლება ჩანდეს რომ ეს დღეს ეხა რაღაცას გვიყვება გუშინ რატო იყო ეს იმიტომ რომ რა ვიცი სხვა კონტექსტი იყო სხვა მოცემულობა მქონდა რა და ბევრი იყო სხვა გამოცდილება სხვანაირი იყო სხვა შეცდომები ჰქონდა და ახლა რაღაცები ჯერ არ ჰქონდა კიდე და სალსა ეგ გავი მე ძალიან მაგარი მაგ თემაზე მაგ ყოველთვის ერთი თემა ანუ რო პირიქით კარგია რომ დღეს რასაც
ამბობ, ის განსხვავდება ვიდრე იმისა თუ როგორც იყავი. გავიცნო ვაფშე არ გისწავლე რაღაცა იმოზრავე, ესე იგი, რაღაცა გამოიარე, თორე იგივე თუ დარჩი რა, ავი ნამეტანი ადრე გაჯერებულ ხარ მეგობა. ცოტა კიდე ბევრი გიკლია რომ გაჩერდე რა, ვიცი. ჯვარი მწელი. იმედი მაქვს 2 წელიწადში და 1 წელიწადში კიდე ერთ ეპიზოდს რო დავდებ, ცოტა სხვანაირი აზრით მოხვალა აქ რა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა ხა რო ფიქრობ ეგრე არის რა ყველაზე ეს პატივცემული ბენიც ამბობს თავისთავად და ვიზიარებ რა ამ CEO-ის პოზიციაში გარდა იმისა რაც აქამდე ვისაუბრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც გამიკეთებია და რაც უნდა აკეთო ადამიანმა არის ხალხის აყვანა იმ ხალხის შემოერთება ვინც აი ამ შენ ხედვებს ამ შენ იდეას იზიარებს და მოყვება რა მანდ მინდა ასე ვთქვათ უფრო ვიკითხო შენი გამოცდილება მოკლედ მაგ გზაზე რა ხალხის აყვანის გზაზე ანუ უფრო დავკონკრეტებით რას ვიტყვი აი ყველაზე მე მაქვს საკმაოდ ცუდი გამოცდილება მაქვს ყველაზე მურტალი რა არის რომ რო გონია რომ შენი კულტურის შესაბამისი ადამიანი აიყვანე და რო აღმოაჩენ რომ შენ შეგეშალა ეგეთი ადამიანი არ აგიყვანი ბევრი შეცდომა არის ეგეთი ერთ-ერთი ბიზნეს შეცდომა არის რომ აი ხა ადამიანზე რა ძალიან რთულია რომ მარტო რეზიუმე რაღაცეებით იმსჯელო ან გაკეთებული საქმეებით იმიტომ რომ შენი კონტექსტს ახვედრებ მე და იქ როგორ გაშლის ფრთებს ამაზეა დამოკიდებული მე ერთი გამოცდილება რაც მაქვს და შემიძლია თქვა ბევრი მიმუშავია ადამიანებთან და მაქვს მაგისი უნარი რომ ვიმუშაო ადამიანებთან აი რეალობა რაც დამხვდა და იმ კონტექსტში რაღაცა კონკრეტულ ცვლილებებზე ვიმუშაო რაღაცა ანუ ვეცადო რომ ხალხი განვითარდეს მაგრამ ბოლო გამოცდილებები რაც მივიღე რა ანუ ეს ანუ ბიზნესს აქვს თავისი კონკრეტული საჭიროებები და კონკრეტულ ფუნქციებს სჭირდება შესრულება რა და ანუ იქ გჭირდება კონკრეტული სკილები კონკრეტული უნარები და კონკრეტული ხასიათი რა იმიტომ რომ ხასიათს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათს იმას არ გულისხმობ ადვილად ბრაზდება უნდა ერთნაირად უნდა ხედავდეთ ანუ წარმატებას და წარუმატებლობას შეცდომას და წარმატებას და ეს არის ჩემთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და ბევრს ვფიქრობ მაგაზე რა ხალხთან ერთად უნდა ვიმუშაო ანუ ამდენი არასდროს არ მეფიქრია მანამდე ნუ რაც იყო ხან ვთვლიდით და ჩებოდით მაგრამ აი დღეს ანუ ადამიანების გარეშე ბიზნესის გაკეთება წარმოუდგენელია ხო რავი ხა AI შემოდის გვიმარტივდება რაღაცა ფუნქციები მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება სადაც ბრძოლა მაინც ადამიანები რჩებიან იმ ოთახში თავის განცდებთან ერთად და თავის წარმატებებთან და წარუმატებლობებთან ერთად რა და შესაბამისად იქ ხალხი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის რა აღბასრულებლების გულისხმობ მაღალი რანგის მენეჯერების აყვანა გაშვების მომენტზე ერთადერთი წიგნია სადაც მაგაზე ისაა საერთოდ შემთხვევით დისკუსია საით და მეც მადლობა რა ხო რავი რა დეპარტამენტს აბარებ ვიღაცას თავიდან ბოლომდე შენი კი სერი არის და წარმოდგენა არა გაქვს მოკავს და არც იცი როგორ უნდა გაიგო რა იმიტომ რომ თემა რა არის ჩემ მე თვითონ ყოფილა იგივე რა ანუ რადიკალურად განსხვავებული ტრეკ რეკორდი რა ქვია შედეგის ისტორია მაქვს სხვა კომპანიებში რა იმიტომ რომ სხვადასხვა გარემო სხვადასხვა კულტურა და სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვანაირად ვიმუშავე და მე თვითონაც სხვადასხვანაირი ვიყავი ხო და ამიტომ არ გშვერის არც 3 გასაუბრება არც 4 გასაუბრება არც ცივი კვტები რა ძალიან ნერვიულობ და რაღაც ზონაზე იმიტომ მე მახსოვს რომ აი სოკარში რომ მივედი ბევრი ცვლილება გაკეთდა ამ მენეჯერების კუთხით რა და აი მართლა რაღაცნაირ ფსონებს რო ჩამოდიხარ აი ეს ალბათ რა ნახოთ და ნუ მაგდროს ჩემი პირადი თემა იყო შიმშილს უყურებ ხოლმე რა აი რამდენად უნდა რა რატო მოდის მაგ ვცილობდი რომ მაგისთვის შემეხედა რა იმიტომ რომ ჩემ ლოგიკაში არის როგორი რაღაცა იცი რომ ეგრე ძალიან თუ უნდა ბევრ რამეს გაუძლებს რა და ამ ტიპში ამ პოზიციაში გამძლეობა უფრო მინდა ვიდრე რამე სხვა ვთქვათ
შენ მითხარი რა, შენი გამოცდილება მომეც აი ამათი აყვანა გაშვების, რომ რთულია რა. კი, ანუ თემა მარტივია რა. როდესაც ვიღაცას ანუ გაშვება აყვანაზე არის საქმე, გინდა ცვლილებები. ხო, მაგრამ ეს მაღალ რგოლს გულს. მაღალ რგოლს გული, ანუ მკოგრას მაღალ რგოლს რო ეხები, რაც უფრო მაღალ რგოლს ეხები, მით უფრო მეტი ცვლილება. კი. ცვლილება. და იმ კომპანიაში, რა, ნებისმიერ კომპანიაში, კომპანია X-ში, სადაც მაღალი რგოლის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს, გასატარებელი არის მნიშვნელოვნად დიდი ცვლილებები, რა. და რეზისტენტულობა არის გაცილებით აი დიდი ხუივის, იმიტომ რომ ყველა ელოდება დაკარგოს ადგილი, იქ ყველა შენი იდეების მომხრე არ იქნება და მიდის ძალიან დიდი ბრძოლა, რა. აი უდიდესი ბრძოლა. მაგ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული არის რა, რაც შენ ახსენე რა. ანუ გასაუბრებაზე და მე მაქვს მაგის მაგალითები რა, თვალები, რომელსაც წურია, რომ ნახოს, აბა რა ხდება იმ ოთახში ესეთი, რომელიც ყველას ძაბავს. და რაღაცაში მოყვება რა. და ნუ ხო ფსონია. აბა რა ვიცი, ხა ამ ხალხთან ერთად გაკატარებული. მანდაც ცნობის მოყარეობას ეძებ იმის თვალებში. კი, ხო, უეჭველი, იმიტომ რომ უნდა უნდოდეს რა, რომ რაღაცა გამოთავოთ. იცი რას? ზუსტად მახსოვს რა ხო, ეხა არის CEO ამ წუთას ის ბიჭი კაცო. კარგი ფსონი გამომივიდა. კარგი ფსონი გამომივიდა. იცი რას ვაკვირ იმ მომენტში რას ფიქრობდი რა? ხო, როგორი კონტექსტი დამხვდა იქ რა, ანუ საომრად ვეპატიჟებოდი რეალურად. მე ვიცი რა, იმას ვერ ეტყვი იქ, რომ ეხა შენ სადაც მოდიხარ, აქ ჯოჯოხეთში მომკევხარ რა, აქ დაგხვდება არც ვიცით, დაიდენტიფიცირებულიც არ მყავს, მაგრამ უეჭველი ვიღაცა გერჩის რა, შენს გერჩის. და კიდე უფრო, იმიტომ რომ ამოსატრიალებელი გვაქვს აქაურობა რა, და რამდენი ტერს ვიჩენთ ხო ხვდები და ვეძებ რა, რომ ვიღაცა შეჭამენ ცოცხლად რა და პირიქით მინდა რა, იმად რომ შეჭამოს ეგ მინდა რა, ეგ რომ. თან ნუ პასუხისმგებლობაც გაქვს ამაზე. მაგრამ საბოლოო ჯამში, ანუ ორი რამე არის რა, პასუხისმგებლობა შენის და იმისის და შედეგი. მე რა შედეგს მივიღებთ რა. და დანარჩენი რისკია რა. დანარჩენი აი ის არის რომ არიცი ისეთ გადაწყვეტილებას ღებულობ, რომელიც რა შედეგს მოხსებს. ხო, ეხლა წიგნიც ამაზე არ ვიცი, ბევრი ამბავი. ყველა რთული მან ჩემ გადასახედა რაც არის, აუ ჩემი გამოცდილებითაც რაც არის, შეიძლება მარტო ჩემთვის. მე ამ გადაწყვეტილების უკან წაღება არის მაგარი რთული, როდესაც გაშვებაზე მაგიტო ვიკითხე რა. ხო რა მიდი და ხო არა მაგას ვამბობდი ანუ მე ეგ მიჭირს სხვისი არ ვიცი და მე ეგ მიჭირს გივის ჩაუგდე ერთი რილი რა სადაც რატომ მომეწონა იცი ეგარო მე მგონი ხო თქო რა ანუ გამოსავალს რო ეძებ აი მაგისა რო ვერ ვიპოვე არ ვიცი როგორ ავიყვარო და როგორ გავუშვა აღმასრულებელი როგორ გავუშვა იმიტომ რომ ანუ ესე იგი მე შემეშალა რა და საბოლოო ჯამში ძალიან ურტალია ერთადერთი პროსა რა კითხვა მაქვს შენთან რა მინდა რომ იმას ეს ვრილი სადაც ჩავაგდე თქვა რომ გაანებე იმაზე წვალებას რომ გაარკვიო როგორ უნდა აიყვანოს საუკეთესო კადრი არამედ რაც შეიძლება ჩქარა ისწავლე გაშვება თუ დაუშვი შეცდომაო რა კი ხო და სტოპ ლოსის ამბავია რა უკვე დანაკარგზე ხარ გასული და მეტ დანაკარგს აგზელი და ამიტომ მალე გავუშვი უეჭო სტოპ ლოსია აი როგორც კი ფულს არასწორი კამპანიით ფულს კარგავ იგივენაირი არის რა ეგ ხა ეგ უმარტივესია სტოპ ლოსი ასაკეთებელი მალე უნდა გავუშვი აი მან ვიჭედები მაგრამ კონტექსტურია არა რომ შეიძლება მისწებას იცედები ისეთი გული გაქვს ბიჭო და ისეთი ისა გაქვს შეიძლება გაიგაც მან ვიჭედები ხო ანუ მალე გავუშვი ქონია თუ არა ეგეთ შემთხვევა როდესაც შენი best performer-ი ანუ შედეგების დამდები მონეტარულ შედეგებზე ვიტყოდი ყოფილა ისეთი კადრი რომელიც ამავე დროს საშინლად აფუჭებდა კულტურას და იყო ჯამური ორგანიზაციისთვის დამღუპელი და რაკენი თუ ქონდა კი გააჩენ კონტექსტურად მივუდგეთ მაგ თემას კონკრეტულ შემთხვევაში მე მოქმედია ისე რომ იმ კონკრეტულ გარემოში რა ყოფილა არ ყოფილა სხვა გამოსავალი და დარჩენილა ის ადამიანი რაღაც პერიოდით მიმუშავია ცვლილებაზე და მე საბოლოო ჯამში ანუ ადამიანებთან არა თანხვედრით რა
ან შენი მიდიხარ და ან ისინი მიდიან. რა საბოლოო ჯამში ანუ მე ძალიან უნდა ვთქვა რა, იმიტომ რომ რაღაც მე მაგრად მეხმიანება, მე ძალიან მომწონს უკვე მე რამდენად ახსენე შენ კონტექსტუალური მიდგომა რა და ძალიან რაღაცნაირად ხარს გიჭერდა გვერდში გიდგევა მაგნაცილში. ეს კონტექსტის უპირატესობაში დავრწმუნდი ამ ცხოვრებაში. ყველაფერში კონტექსტს გააჩნია რა. მეც არ არსებობს წესები. არ არსებობს წესები. წესები არსებობს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოცემულობაში, იმ კონკრეტულ დროს, იმ კონკრეტული შედეგის მისაღებად. დანარჩენი რავი ხან რა აი ლიდერობა ნიშნავს რას, რომ ხან გჭირდება ომი, ხო? უნდა იომო. ანუ გიწევს რა, ბევრნაირი ომი, ანუ ფიზიკური, მორალური, ფსიქიკური, აი ომში ხარ თავიდანვე, ხანდახან მე ჩერდები და გიწევს ამ ყველაფრის დალაგება, დამშვიდება, მე საბოლოო ჯამში ამ მიღებული გამოცდილებებით ხვდები იმას, რომ შენ გჭირდება მეტნაკ ისეთი სისტემა, რომელიც შენ ესეთ კონტექსტუალურობას აღარ საჭიროებს, თუმცა ყოველთვის იქნება გარემოებები, სადაც ისევე მარტო შენი მისაღები გადაწყვეტილებები გექნება. ოღონ არა, შეიძლება წელიწადში 12 ჯერ კი აღარ უნდა გაკეთდეს. ხო, იყოს მოყვები რა. კი, ანუ ეგ არის რა. ცოტა ის მაქვს რა, ყველაფერს მაინც ვერ ალაგებს სისტემა. ვერა, მაგრამ 12 ფაქტი აღარ. ხო, ეგ არის, რომ 12 აღარ გექნება. ანუ სულ მუდმივად ინდივიდუალიზმით არ იქნები დაკავებული რა. მაგაზე სულ ის მახსენდება რა, დალიო, რომელმაც ალგორითმა. მაგაზე ვფიქრობდი ახლა ზუსტად. აი, მანდაც როგორ არის შედარების ამბავი არის რა, ანუ ჩვენი ბაბლჰედი რო შევადაროთ ბრიჯვოტერს რა, არის ბრიჯვოტერი არის 100%-იანი სისტემა. უსაყვარლესი შედარება იყო, უსაყვარლესი. რატომაც არა, ჩემი ამბიციაა ქვევით. წინვალე. რა, მაგრად შევედარ. ანუ ის არის 100%-იანი სისტემა versus ალბათ 0%-იანი სისტემა. თუმცა მე ჩემი ბაბლჰედში არა ვარ 0%-იანი სისტემაში, რაღაცები სისტემურად იმართება, რაღაცები ისე და ისიც არ არის თავის კონტექსტში ეგრე რა, იმასაც თავი. ანუ მან უფრო მეტად ხო იცი სხვისი სხვაგან რო უკეთესი არის ვიდრე შენთან არის ეგ ამბავია, მაგრამ იქ რო შედიხარ იქ თავისი რაღაცები გხვდება რა. მე ესე ვხედავ მაგას, თუ მოძრაობ, ყველა ვარიანტში ქაოსი გაქვს სადღაც, იმიტომ რომ არსი ეგ არის რა, ანუ ესე იგი ახალში მიდიხარ, თუ ახალში მიდიხარ შეუცნობადი არის, არიცი, თუ არიცი ქაოსია და თუ ყველაფერი დალაგებულია, მაშინ ესე აღარ მოძრაობ, უბრალოდ არაფერს ახალს არ შვები რა. ანუ საბოლოო ჯამში მე აი წიგნი ისე მეხმიანება, როგორც კამიუ ამბობს რა, რომ ადამიანმა უნდა შეძლოს ქაოსში ცხოვრება რა. ესე არის რომ მენეჯერმა სტრაგალში შრომა უნდა შეძლოს. ეგ იმის სამსახურის ნაწილია რა. ეგრეა. კამიუ ნამდვილად არ მაქვს საკითხული ამის, მაგრამ ერთი რაც ეხა რაც შემეხმიანა იყო ის, რომ პრინციპში რას ვაკეთებ, აი, როდესაც თუნდაც წიგნებს რო ვხედავთ და ვკითხულობთ რა, ქაოსში ვეძებთ სტრუქტურის ნაწილებს, იმიტომ რომ ქრონიკულად ქაოსში ვარ და ხან ამ პატარა სტრუქტურას მოვძებნით, გამოვიყენებთ, ხან ამას, ხან იმას და ასე ვცდილობთ ავაწყოთ სტრუქტურა და სინამდვილეს სულ ქაოსში ვართ რა. კი. სიცხადის ნაკლებობა არის მტკივნეული, მაგრამ 100%-იანი სიცხადი არის აბსურდი. ხო, ნუ აბსურდია სიცხადი. იბატრე. უნებრივია. სრულიად გაუგებარ ნაწილზე უნდა გადავხდე ეხა, იმიტომ რომ მინდოდა ეგ მეკითხა და არ ვიკითხე. ეხა აი ამ ყველაფერზე რაც ვილაპარაკეთ, უშუალოდ შენ ინდუსტრიაში, შენ სექტორში რა. საკმაოდ, ნუ ჩემი გადასახედიდან, საკმაოდ დიდია დღეს ჩვენ ქვეყანაში ეგ ინდუსტრია და რაღაცნაირად დნმ-ურად მოყვარული ხალხი ვართ მაგ ინდუსტრიის რა და შენ ცდილობ ეხა ააშენო ისეთი რაღაცა, რაც აქამდე არ გქონია ამ ინდუსტრიაში. და ზოგადად აი როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მაგ სექტორში რა, რა დავარ სადილერო ინდუსტრია. ავტოსადილერო ინდუსტრიის სექტორში. აი რა არის ყველაზე დიდი ჩვენთან? ხო. ჩვენთან ყველაზე დიდი გამოწვევა არის ანუ მანქანები და პროდუქტები რა, პრობლემა არ არის, უამრავია რა და ნუ აი ძალიან დიდი choice-ია რა. ყველაზე დიდი გამოწვევა არის ალბათ ფლობის მართვა. მანქანის ფლობის მართვა. ანუ
კლიენტის შენარჩუნება და ჯანსაღი კონკურენცია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. რომ რა ელემენტები შეიძლება იქ რა არის რომ ძალიან დიდი ყველა კონკურენცია მე პატივსცემ რა ანუ ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებმა აშენეს ძალიან დიდი კომპანიები რა და არაერთი არის რა ეგეთი და ნუ ძალიან დიდი რესპექტი მაქვს ყველას მიმართ რა მაგრამ ეხლა რა ხდება რომ ანუ რაღაცა თუ კონკურენცია ისეთი აი ნოვატორული გახდება რა რომ ბევრი ინფორმაცია იქნება მომხმარებელს კიდე ბევრი რაღაცეების გაკეთება მოუწევს ყიდველებისთვის კარგის ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს. ხო, აი ისევ იგივე მომესმინა და ვიტყვი რა, ანუ ეხა ეს ინდუსტრია არის მთლიანად წითელი ოკეანის რეჟიმში, ხოცვაში ვიტყვა გაქანებული და აი ლურჯი ოკეანეების გაჩენა უშველი სამყაროებს დაალაგებს. ესე გავიგე რა. დაალაგებს. მანქანების საკმაოდ კომოდიტიზი. იმიტომ რომ ელექტრომობილების შემოსვლასთან ერთად განსაკუთრებით უფრო მარტივდება წარმოება მანქანის რა. ხო, ნუ ეხა ეგ უკვე ინდუსტრიული ნაწილი რა. მაგრამ ხო, შესაბამისად როგორც კი მარტივდება და შესulis ბარიერები მცირდება და ტექნოლოგიურად ვითარდება და ემსგავსება ქვეყნები, ბევრი მანქანა ემსგავსება რა. ეხა მე მაგრად მახსოვს 90-იანების შუაში უკვე აი 9-10 წლის რო ვიყავი და რო გამიჩნდა ეს რაღაცა მანქანების ისა ძალიან დიდი სხვაობა იყო კარგ ბრენდსა, საშუალო ბრენდსა და ცუდ 브რენდს შორის. ძალიან პატარა სხვაობა არის კარგ ბრენდსა და საშუალო ბრენდს შორის ეხლა რა. ყოველ შემთხვევაში იმხელა სხვაობა აღარ არის, რამხელა სხვაობაც ფასში არის. ნახდათ არის სხვაობა, ვერც კი შევადარებ, არის სხვაობა, მაგრამ ფასში რამხელა სხვაობაც არის, მაგხელა უბრალოდ აღარ არის რა. ანუ მაგრად მახსოვს რომ ხო აი რაღაცები არ საერთოდ არ ქონდა რაღაცა ბრენდებში. ზად მაგარი რამე გაიხსენე, ბიჭო, პირველად რო მანქანა რომელსაც ღილაკი ფანჯარა ეწეოდა რა, მაგრამ მახსოვს უბანში ერთი 10 ვიცი რა მანქანა ვნახე ზუსტად. იყო მარჯვენა რულიანი რაღაცნაირი Toyota. ვაფშე საერთოდ როგორ მოხვდა იქ არ ვიცი. შოკირებული ვიყავი სრულიად, გადარეული ვიყავი. მეთქი ეს რანაირად შეიძლება ხდებოდეს და ნუ ბევრი წელი მანქანებს ვარჩევდი მარტო იმითი, რამდენი ღილაკი იყო სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად მანქანაში. ანუ ეხლა რომ ვაკვირდები რა, ახალი მანქანების ღირებულებით შეთავაზებებს რა, ის კომუნიკაციასაც გიკეთებენ, არის ისეთი ტიპის ფუნქციონალი მანქანაში, რომელიც პირველ რიგში კითხვას აჩენს, რომ საერთოდ რატომ მივიდა მანქანამდე. ეს ფუნქციონალი? არა, აღგვიგე ვიცი რომ რა მაგნაწევში და აქედან გამომდინარე წითელ ოკეანეს ემსგავსებენ, რომ ძალიან ემსგავსება რა და ხო, ყველაფერი ერთმანეთს გავს, მაგრამ ანუ თემატურად ნახე რა არის. ამიტომ ამბობ მე რომ აი ფლობის, მანქანის ფლობის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყიდვით რა, ერთხელ ყიდულობ მანქანას და წარმოებლების დღეს რა ცდილობენ ჩვენზე რო არის, ანუ რომ ისეთი connected device იყოს მანქანა, რომელიც უამრავ updates და განახლებას მოითხოვს, საჭიროებს და შენ პერსონალურ კომფორტზე იქნება მორგებული რა. და ნუ აი ეს ინდუსტრიაში ეგ ცვლილებები არის. ამავდროულად არის ინდუსტრიული ცვლილებები, რომ EV მობილების წარმოება გაცილებით მარტივია, ვიდრე კლასიკური ავტოწარმოება რა და იქ სხვა ადამიანები გჭირდება რა. ანუ ახლა ავტოინჟინრები, რომელიც მხოლოდ იაპონელებს და გერმანელებს ყავდათ, დღეს ბაზარზე აღარ არიან ისეთი საჭიროები თუ არ აწარმოებ Porsche-ს, ხო, ან Mercedes-ს რა, პირობითად რა, და ეხლა რავი, იმას BYD-ს ან სხვა ბრენდს ეგეთი რამე არ ჭირდება. შესაბამისად ეგ გამარტივდა, რაც ახსენე შენ. და მანქანის ფლობა ზე ესენი აკეთებენ გაცილებით დიდ აქცენტს. რომ შენ შეგიძლია როგორ შეგიძლია დააკონექტო შენი მობილური ტელეფონი, როგორ შეგიძლია შეიქმნა სამუშაო სივრცეთ, როგორ შეიძლება შენ შვილებს შეუქმნა გართობის ზონა, შენ მაგრამ ანუ ესეთ რაღაცეებზე ხდება ფოკუსირება, შესაბამისად მანქანა როგორც მხოლოდ გადაადგილების ინსტრუმენტი თავის ფუნქციას კი არ კარგავს, სხვა ფუნქციებს იმატებს გზა და გზა, რომ როგორ გქონდეს ჯოი ამ მოძრაობის დროს. ნუ თან საცობელმაც მოიმატა ყველგან და შესაბამისად კი, უნებრივია. ნუ
პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ ყველა მანქანაში YouTube იყოს რა. რო საცობებისთვის მე CarPlay არა, აქვს მანქანას და რამდენად ფუნქციური აქვს გახდა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი შერჩევაში, იმიტომ რომ მართლა რა ვიცი დღეს იმდა ტაშკენტიდან ყაზბეგის სამამდე ზუსტად რა ალბათ 300 მეტრი არის ფეხით რო გავიარო 15 წუთი მანქანით მოვდიოდი, იმიტომ რომ რა ვიცი იდგა რა უბრალოდ ქუჩა. აი 16 წლის განმავლობაში იყო ყველაზე ძვირად ღირებული შეცდომა. ფინანსური იქნება ეგ ადამიანური სტრატეგიული. ანუ რა იყო ჩემი ყველაზე ძვირად ღირებული და შენც რაც გახსოვს ყველაზე მეტად რაც აი რა ხო მე მაგ ერთი ორი გეჭესტო რომ ჩარჩენილი მაგ და მუტალოგონი. ხო ჩარჩენილი ანუ ესე რომ თქვა რომ ეს იყო ანუ არა კონკრეტული არა. ქონია რამდენიმე ძვირად ღირებული შეცდომა. როგორც ძვირად ღირებული სიკეთის მომტანი გადაწყვეტილება, ну ეს დამოკიდებული იყო რაღაც კონკრეტული შეყიდვა გაყიდვის ოპერაციაზე და ანუ მოვიქეცი როგორც აი საჩემეშალა გეტყვით რა. ანუ მე ანუ ვიფიქრე ისე რომ ანუ მე როგორც ფიქრობ რა, ჭეშმარიტება ის იყო და ეს იყო რაღაცა ადამიანური ანუ რაღაცა ჭალი კაცური გადაწყვეტილება რა. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, ძალიან დიდ პატივს სცემს სიტყვის კაცობას და სიტყვის კაცობა არის ბიზნესი, ხელს რო ადამიანს არც უნდა აკეთებდე, მაგრამ ინვესტიციებში და რაღაცა ეს ბიზნეს გადაწყვეტილებებში საჭიროა რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ხშირად დამიდია ან ხშირად გარიგება ისეთ ადამიანებთან სადაც შემეძლო რომ იგივე ცოდნით მოცემულობით ინფორმაცია როგორც სწორი იყო ისეთი გადაწყვეტილება მიიღო და აიგრი არ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი რომელიც მახსენდება ნუ საკმაოდ ძვირი დამიჯდა. და რა შეგიძლია რომ თქვა რომ აი ვისწავლე რა ანუ აი წიგნზე კიდე რა რომ ერთი რომ გამოყო წიგნები უფრო მეტი კითხვის დასმის საშუალება უფრო არის ვიდრე რაღაცა კითხვებზე პასუხი ჩემთვის და ან ახლა რაღაც მაგრამ ერთადერთი ხშირად ახსენეთ დალიო რა ანუ ეგ მომეხმარა რაში რომ აი ხა ამ გადაწყვეტილებების ფონზე მე ვიცი როგორ უნდა დავპარტნიორდე ახალ პარტნიორს. რა პრინციპი რა. გავა პრინციპი, ანუ 5 საკითხი მაქვს, რომელსაც აი ჩემთვის უძვირფასეს ადამიანსაც ვერ შეუცვლი. და ამას როგორც კი ჩვენ ვიწყებთ აი ძალიან კომუნიკაბელური სვართ, აი მიყვარს ადამიანები ყველაფერი, მაგრამ რაც ეხება საქმეს ანუ იმიტომ რომ კედელზე შუბლით დავიჯახი მეტკინა, აღარ მინდა რა რომ მეტკინოს და არც იმას არ ვატკინო რა და კი ერთგვერდიანი ნუსხა მაქვს. და კიდე ყველაზე ისეთი რა არის აბაოგნებს რომ ანუ ადამიანები რომლებიც მიცნობენ ხო და ამაზე ესე ველაპარაკები წqint. ანუ ეხლა ხო და წqint რა ნუ ხშირად ეს გაურკვევლობას იწვევს რა, მაგრამ ანუ ხო, ნუ აი გამოცდილების სკოლაში სწავლა ძვირი ღირს, მაგრამ რაღაცა უნდა წამოიღო, ხო? იქ თუ ვერაფერი გამოიტანე, სიგიჟია. რა, მაგრამ ისე ხო, აი მართლა შეცდომა ეკოფილა და ისე სწავლა. ისის კაი შეცდომა. გაკვეთილი რაიცა დაარქმებო ბოლო. ეგ გავაკეთე და ეს პრინციპები ხო, რაღაცა ძალიან დავიწყე მეც მაგიების ჩამოწერა დალიოს წაკითხვის მერე დავიწყე ჩანიშნები ისეთ პრინციპის დონეზე რა აღარ ქნა როგორც ორივიცი ამბობს პრაქტიკულ გამოცდებაზე არ არის მოკლე გზები არანაირად ხო რაღაცა მინდოდა დამოვწდა კაი არაფერი რა დაგავიწყე რაღაცა მინდოდა რა ლაფრაზე საუბრობდით რაღაც ეს თქმა მინდოდა ო არა რა ვისწავლე თქვით კი ბატონო ეგ არის ხო და ბარემ რო თქვი ეგ პირად გამოცდილებაზე მოდი ბარემ მაგაზეა ავაგდებ ეხა და პირადი გამოცდილებით მიღებულ ცოდნამდე მიმავალი გზა მიმავალი მოკლე გზები არ არსებობს კი ბატონო შენ შესაბამისად ამ შენი უზარმაზარი გამოცდილების შემდეგ როგორც ხელმძღვანელისთვის გადაწყვეტილების მიღებისთვის იქ პროცესი თვითონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გამარტივდა თუ რაღაც მომენტში შეიძლება პირიქით უფრო რთული გახდა?
როგორ არის ანუ გადაწყვეტილებების მიღება შენი ყოველდღიურობის ნაწილი არის რა არა მარტო ბიზნესში რა ყოველდღიურად უამრავ გადაწყვეტილებებს ღებულობ რა რისი სისტემატიზირებაც შემიძლია ამ გამოცდილებების ფონზე მაქსიმალურად ვეცადე რომ ეს ყოფილიყო სისტემა და აღარ დამეკარგა პირობითად რა უნდა მეცვას ერთი კვირა ვიცი ამში მაგაზე დროს არ ვკარგავ აი დგები და ვიცი რაც უნდა მეცვას უეჭვები მეტი არაფერს სხვას არ განვიხილავ რომელ დღეებში უნდა ვარჯიშობ და როგორი გადაწყვეტილებები მაქვს მისაღები აი ჩემი ტვინის მოტორიკა ესე მუშაობს რა ანუ არ შემიძლია ძალიან ბევრ რაღაცაზე ინტენსიური ფიქრი რა ყოველ კვირაში მაქვს რაღაცა ტოპ 5 ამოცანა რომლის ირგვლივაც უნდა ვიტრიალო რა დანარჩენი ბუნებრივია არის უამრავი რავი ზარი შეხვედრა რაღაცები მაგრამ ანუ ძირითადი ფოკუსი იქ გადის იმიტომ რომ ჩემი efficiency გაცილებით დიდია და ნუ რაღაცა პატარ-პატარა დაკვირვებები ბევრი ვაკეთე ამ ამბავზე ჩემზე გუნდზე პარტნიორ ბევრ ამაზე რა და ანუ ესეთი რაღაცეების გასტანდარტიზირება რა ძალიან ასწორებს იმიტომ რომ ყველა საბოლოო ჯამში ყველას გვაქვს ყველა შეზღუდული რესურსი დრო. და ნუ ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩვენ დროს, ნერვებს და რავი, აზროვნებას ჭამს. გამომდინარე აქედან არ დავყარგოთ ბევრი დრო იმაზე, რაც ვიცით რომ რუტინაა რა, რაც უნდა გავაკეთო. და ფოკუსი ანუ წარმატებაც რა მაგაზი არის დამოკიდებული ჩემი აზრით შენი დროის რა პროცენტს ხარჯავ რაღაცა კონკრეტული მიმართულების განვითარებაზე რა. თუ შენი დროის, შენი ბიზნესის წარმატებაზე შენი დროის 30% იხარჯება, ანუ მაშინ აი რატომ არ უნდა გაგიკვირდეს რომ ეგეთი შედეგი გაქვს. რატო უნდა ხოს, ხო? ანუ შესაბამისად ეგ არის რა, ფოკუსებზე სწორება, ბევრი მუშაობა და რაც შეიძლება რაღაცეების გამარტივება არის გამოცდილება, კაი წიგნის საკითხვა, კაი ხალხის მოსმენა და ანუ გაიმარტივო ცხოვრება რა. იმიტომ რომ ცხოვრება მაინც ასეთ ის მოკლია და როგორც არ უნდა ატრიალო. როგორც არ უნდა ატრიალო და მაქსიმალურად ეფექტურად და კარგად რო იცხოვრო, კაია რა. ოღონდ ნუ სიამოვნებების უნდა მიიღო რა. იცი რა ბევრი და ძალიან კარგად ვისაუბრეთ და ესეთი რამე მინდა ვიკითხო. და მეტონ ეხო ფიქრობდი მე რა მაქვს თქო. აი მართლა ძალიან კარგი ადამიანის კარგი ნაფიქრიდან და გაზიარებიდან რა. არის რამე ისეთი რაშიც არ ეთანხმები და არის რამე ისეთი რაშიც ყველაზე მეტად ეთანხმები. ნუ ყველაზე მეტად რაშიდაც ვეთანხმები იმაში რომ აი რავი პროცესი არის ბრძოლა და ამაზე საუბარი მოსულა რა ანუ მარტო გაპრანჭული CEO-ები არ უნდა იცოდეს ხალხმა ანუ არ ტეხავს იმაზე საუბარი რომ მაგრამ წვალობთ და მაგრა გამიჭირდა და მაგრა შემეშინდა და ვიყავი დაკარგვის პირას და შეიძლება შენ რაღაცა ვაფშე არ გაქვს ესეთ ემოციებზე წვდომის სურვილი და პროსტა გონია რომ ის кайფონტია იქ რომ ვიღაცა რაღაც საკეთებს და შეგიძლია ძალიან მარტო სხვა მიმართულებით განვითარდე და რაღაც აი DJ გახდე და ბევრი ფული იშოვა ან რაღაც ხატვარი კარგი კიდე რატოა ეს ხე ბოდიში შევაწვევ მაგრამ ის ვინც ამ გზაზე ეხა დგება და ახალია და არ გაულია კი არის ნერვიულო მან ვართ დღემდე რა ვიცი რა არის დარდო მაგაზე ჯერ კიდევ სათხარი ხო ანუ ეგ არის აი მაგიტომ მინდა თქვენები გაბოდეთ ხალხთან ერთად ამაზე საუბარი რომ არის დარდო ხალხო არ ეგ იქნება იყო და რავი არის რა მაგრამ ოკეი უნდა იცხოვროთ რა ანუ ეგ არის ყველაზე მეტად რაც მომეწონა და ნუ აი რაშიდაც არ ვეთანხმები ანუ რაღაცა აი ეგრე რა მეც ხო აი რაღაცა ვეთანხმებით ხო ძალიან კარგი იმდენად არა ჭყუის დამრიგებლური წიგნი არის და უფრო მეტად გამოცდილების გაზიარება და იმის თქმარი რომ აი
ჯობია ესე მოიქცე, ის კი რომ მეგრე მოიქცე. არა. ჯობია ესე მოიქცე, იმიტომ რომ ესე რომ მოიქეცი ეს და მემართა, რომ არ დათანხმება დათანხმების ადგილი არ არ არის, დამიტოვა ხო, რა. აი, უფრო დამიტოვა როგორი ადგილი, იცი რომ ხო, უი, ანუ თქვენც მან სან-ფრანცისკოში კაც. შენც ესეთი იდიოტი ყოფილიყარ როგორც მე, რაღაცია, ანუ ეგრეა. ეგ არის. იშვიათად ნამდვილი წიგნი რა იშვიათად. და თან ნუ გარა ყველაფრის წინაშე რა ასე და სხვება რა ხო ეხლა რა დავფიქრდე ხა სწორი შენიშნა რა დავფიქრდე რა სივის პატრონზე ვსაუბრობთ ეხლა ამას და ჩვენ აქ რა ფუნდამენტურად იგივე წვალებაში ყველგან იგივე აიაო რა თქმა უნდა ხა ის უფრო დიდ პრობლემას ვინც ჭრის უფრო მეტ მილიარდად ყიდის ვინც ნაკლებ პრობლემას ჭრის ნაკლები მილიონად ბაზარიც დიდია და რა თქმა უნდა სხვა მასშტაბებია თუმცა მაგ მომეწონა ფუნდამენტური წვალება გვაქვს ზუსტად ერთი იგი რა მსგავსი იქ ბორდი ყავს შენ თუ პარტნიორი ყავს თუ დაფუძნებელი ყავს თუ ვინ ყავს იგივე დინამიკაში ხარ სუხინგლობა სტეიკჰოლდერებთან ყველას აქვს რა და პასუხი შენზია რა უნდა სხვა რა მაყურებლისთვის პატარა შემაჯამებლად ვიტყვი რომ საუბრობთ ადამიანის წვალებებზე რომლებმაც წვალების შედეგად კომპანია გაყიდა 1.6 მილიარდ დოლარი ხო მაგრამ მოუკვდა კაც პროცესში გავიგე არა ესე უკრიდად რომ შეხედო 1.6 მილიარდად გაყიდა კომპანია რაღაცა მომენტი და მე დაარსა ძალიან დიდი ვენჩერული კაპიტალის კომპანია და დღემდე 2 მილიარდს აკეთებს და კიდე არ ძილავს ეხა ნიჩერვა ლაპარაკობ ნიჩერების ისკიდე ხიზლად არის მადლობა მაგარი იყო ძალიან მაგარი იყო ეგეთი და ტრადიციული კითხვა გვაქვს აი ეს რო შენი იყოს რა ეს პოდკასტი და შენ რო გეგმავდე როგორც მოდი აბა აქ რა დავდოთ ერთი და ამ სკამზე ვინ დავსვათ? CEO დავსვათ, მეცნიერი დავსვათ, რა ვიცი, ანტრეპრენერი თუ მუსიკოსი, რა წიგს დადებდი და ვის დასვათ? მოდი ახან ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ იმაზე, რომ რაღაც ანუ არა წარმატებებზე და რაღაცა ფორმულირებაზე. ეხლა ისეც ვიტყვი, რომ ძალიან ისეთი სწორხაზოვანი, როგორი წერება play to win ითამაშე რომ მოიგო გამარჯვების ხო ეს არის წიგნი არის ავტორი Procter & Gamble-ის ყოფილი CEO და თანაავტორი ყავს გვარებს შეგახსნა დამავიწყდა და ერთი ანუ მოაზროვნე პარტნიორი ყავს რომელიც სოციალურ დაკვირვებებს აკეთებს ამ ცვლილებების პროცესში და კაცი წერს ანუ ის ტიპი წერს ამ წიგნს რომელმაც არა ყოფილი CEO ეს ორი ავტორია რა ეს ტიპი არის Procter & Gamble-ის CEO რომელმაც ყველაზე დიდი სკეილი გაუკეთა Procter & Gamble-ს და თვითონ რა გადაწყვეტილებები მიიღეს რა საოპერაციო მენეჯმენტში რა ცვლილებები გააკეთეს როგორი მარკეტინგი აკეთეს და პროდუქტებს როგორ ფუთავდნენ არის ამაზე და საკმაოდ წარმატებული აი წარმატებებისთვის მიმწოლი წიგნია. დეტალებს გაგიზიარებთ. და ვინ უნდა იყოს ამ ესე ანუ CEO-ს მოიყვანდი მაგალითად თუ მარკეტერს თუ პროცესის ტიპს ანუ აი როგორ ტიპს მოვიყვანდი ისი რომელმაც ყველაზე დიდი სკეილი გააკეთა. თავის ბიზნესს. აი პირობითად შეიძლება ეს იყოს რავი მე რომელია დიდი ჰიპერმარკეტის CEO და დაიწყო ერთიდან და რაღაც Procter & Gamble-თან ახლო აი პროდუქტების განვითარე ბატონო ბიჯის CEO მაგალითად. ხო შეიძლება why not? რომელიც ძალიან ის არის გამოყალიბებულ ბაზარზე შევიდა და ხო ანუ რა ვიცი ხო საინტერესო რესპონდენტია სხვათაშორის იმას რა მინდრო საინტერესო რესპონდენტია სხვათაშორის ხო, ნუ გადასარევი რჩევა ისეთი. სრულფასოვანი ჩამოყალიბებული რჩევა. მადლობა. პირიქით. ძალიან დიდი მადლობა. მაგარი იყო და